იმისათვის რომ სრულიება მოხდეს, ან უნდა დაარტყა სკერს, ან უნდა არტყა ჭერს. ქონდა ფიქრები და აზრები, რომ უი საშა შენ ისეთი დიდი და დიადი ხარ. პირველ რიგში, როდესაც ასე სიმაღლეზე ადიხარ, თავბრუ გეხვევა. შეცდომების დაშვებასაც იწყებ. ჯერა რომ ხარ შეუცვლელი, უნიკალური, ტელეფონზე არ შემოდის არსეთი შეთავაზება. გამოცდილება არის შოკის მომღრელი, რადიკალური სიმარტოვე, რადიკალური სიჩუმე. იმარა ვინ ვარ? საშა კაცმანი, პოდკასტერი და ედუპრენერი, ინდივიდუალური და ორგანიზაციული ცნობიერების განვითარების მენტორი. ადამიანი, რომლის ლექსიკონში არ არსებობს სიტყვები, მეზარება, ცდი ან ვნახოთ. ხშირად ამბობს, რომ მხოლოდ ახალ მოქმედებას მოაქვს ახალი შედეგი. ის ქმნის სამყაროს, სადაც ყველა ადამიანი არის შეკავშირებული და ავთენტური. საშას მისია ასწავლოს ადამიანებს ეს კავშირი და ავთენტურობა. ხოლო მისი ხედვა შექმნას არაფორმალური განათლების პლატფორმა, რომელიც მისცემს ადამიანებს ცოდნას, უნარებს და გამოცდილებას, რომ თავისუფლად გამოხატონ თავისი თავი, იყვნენ გაბედულები და შექმნან ცხოვრება, რომელიც მათ უნდათ. რატო გადაწყვიტე ამ პოდკასტის გაკეთება? მიკროფონი, შტატივი, სტუმარი, ეს ყველაფერი არ არის ჩემთვის ახალი გამოცდილება. პოდკასტები არის ნაწილი ხედვის შევქმნა არაფორმალური განათლების პლატფორმა, იმისთვის რომ ადამიანმა გაბედოს ბიზნესი. შენ სწავლობ ამ წარმატებიდან. მაცდოდ იმისა, რომ გშურდეს წარმატების. მე ვამბობ, რომ ნუ გშურს. პირიქით ისწავლე ამ ადამიანისგან, მისი გაზიარებიდან დაინახე შენი თავი. სასარგებლო იყო, არის და იქნება ყველა ადამიანისთვის, ვინც დაეძებს, რომ შექმნას წარმატება თავის ცხოვრებაში. მეორე მხარეს არის პიროვნული ზრდა, ტრანსფორმაცია, ცვლილება, უბრალოდ ავსებს ერთმანეთს. თუ შემხარს უჭერ ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების და აზროვნების განვითარებას. თუ შენ განთებს იდეა, რომ ბიზნეს ისტორიების გაზიარებით სხვაში შეიძლება გამოვიწვიოთ პოზიტიური ცვლილება. ანუ სხვაში აღძრათ სურვილი, რომ გახსნას თავისი ბიზნესი, განავითაროს თავისი ბიზნესი, გააფართოვოს თავისი ბიზნესი. თუ შენთვის არის საინტერესო ბიზნესზე ორიენტირებული მოაზროვნე აუდიტორია და გინდა მას გაცნო შენი თავი, შენი ბრენდი, შენი მომსახურება, შენი პროდუქტი, მაშინ ითანამშრომლე კაცმანის ბიზნეს პოდკასტთან და გახდი პოდკასტის პარტნიორი. სალამ მეგობრებო, მოგესალმებით. თქვენ უყურებთ კაცმანის ბიზნეს პოდკასტის სპეციალურ გამოშვებას. ეს პოდკასტი რო დაიდება, იქნება უკვე 26 წელი. და მე მინდა მოგილოცოთ ახალი წელი. მინდა გისურვოთ, რომ თქვენ ცხოვრებაში დადგეს ის რეალობა, რომელსაც თქვენ ისურვებთ საკუთარ თავზე, საკუთარი თავისთვის. რადგანაც ჩვენზე უკეთესად არავინ არ იცის ჩვენ რა გვინდა. ამიტომ ზუსტად ამიტომაც მე გისურვებთ, რომ თქვენ ცხოვრებაში იყოს ის, რაც თქვენ ყველაზე მეტად გინდათ თქვენი თავისთვის. ეს არის კაცმანის ბიზნეს პოდკასტის სპეციალური გამოშვება. რატო არის სპეციალური გამოშვება? იმიტომ რომ ერთი წლის მანძილზე რას დროსაც ვაკეთებთ ამ პოდკასტს, თქვენგან შემოდის ძალიან ბევრი კომენტარი, ძალიან ბევრი გამოხმაურება, რისთვისაც მთლიანი გუნდის სახელით გამოვხატავ მადლიერებას. იმიტომ რომ თქვენი რეაქციებით იქნება ეს კომენტარი, იქნება ეს უკუკავშირი, ხანდახან არც ისეთი, როგორ თქვა, პოზიტიური თუნდაც, მაგრამ ნებისმიერი უკუკავშირი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ამას ვიხილავთ და ვიყენებთ იმისთვის, რომ გავიზარდოთ, ვიყენებთ ბრეინშტორმინგებისთვის, როგორ გავხადოთ ეს პოდკასტი უკეთესი თქვენთვის. მაგიტომაც ფასეულია ჩვენთვის თქვენი კომენტარები. ბუნებრივია ჩვენთვის ასევე ფასეული არის, რომ როდესაც უყურებთ ამ პოდკასტს და მოგწონს სტუმრები, რომელიც მოგყავს ამ პოდკასტში და ის საუბრები, დიალოგები, რომელსაც ვიწერთ ამ პოდკასტში და თქვენ აქედან რაღაცა მიგაქვთ, დაფასება თქვენი მხრიდან იქნება ის, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. და ამითი გვაგრძნობინოთ, რომ ჩვენი მუდმივი მაყურებელი ხართ, თუ მსმენელი ხართ და თქვენთვის სასარგებლოა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. კომენტარებში ძალიან ხშირად შემოდის კომენტარი პოდკასტთან დაკავშირებით,
მოსმენასთან დაკავშირებით, დიალოგთან დაკავშირებით, კომუნიკაციასთან დაკავშირებით ხშირად აღნიშნავთ თქვენ მაყურებლები, რომ მე ამას კარგად ვართმევ თავს. და ასევე ხშირად ისმის კითხვა, საიდან ეს? საიდან ეს თვისებაა, რომ შევქმნა ისეთი უსაფრთხო სივრცე, რომ ადამიანი გაიხსნას პოდკასტში, საიდან ესეთი კითხვები, საიდან ესეთი ღრმა მოსმენა, ეს ხშირად ისმის კომენტარებში, ჩვენ ამას ვკითხულობთ და გადავწყვიტეთ, რომ ამ კითხვას გავცეთ პასუხი ამ სპეციალური გამოშვების მეშვეობით. და მე დღეს მეყოლება ძალიან სპეციფიური სტუმარი, სურპრიზად თქვენთვის. სადაც ზოგადად ჩვენი ექსპერიმენტებზე არასოდეს არ ვიხევთ უკან. რამე რომ მოგვდის თავში, ჩვენ ამას ვაკეთებთ. და ესეც ექსპერიმენტია ჩვენთვის, როგორც თავის დროზე თუნდაც ამ სტუმრის ადგილას დავსვით ხელოვნური ინტელექტი, ეგეც ხო ექსპერიმენტი იყო ჩვენთვის. გადავწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი ექსპერიმენტი შემოგთავაზოთ ამ პოდკასტში და ორივე სკამზე დავსვათ საშა კაცმანი. საშა კაცმანი, რომელიც იქნება ამ ბიზნეს პოდკასტის წამყვანი და დასვავს კითხვებს, ბუნებრივია, რასაც აკეთებს და ამას შეჩვეული ხართ. მაგრამ ამავე დროს სტუმრის სკამში ჩავსვათ საშა კაცმანი. ანუ ორივე სკამში იჯდეს საშა კაცმანი, რომელიც დაუსვავს კითხვას საკუთარ თავს და თქვენ გექნება შესაძლებლობა, რომ კითხვაც მოისმინოთ და პასუხიც. და ეს ერთგვარი ექსპერიმენტია. ჩვენ არ ვიცი ზუსტად რა გამოვა აქედან, ამიტომ გადავეშვებით თავით ამ ექსპერიმენტში. თქვენ იქნებით ამ ექსპერიმენტის მონაწილეები, როგორც მსმენელები და როგორც მაყურებლები და თავისთავად გაგვეხარდება ნებისმიერი თქვენი კომენტარი, რეაქცია თუ არხის გამოწერა, რასაც გადაწყვიტავთ რომ გააკეთოთ და ამავე დროს ჩვენ შევეცდებით ორ სკამზე დავჯდეთ ამჯერად. სანამ ჩვენ ამ ექსპერიმენტს დავიწყებ, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობას და ახალ წელს. შობა ძალიან სპეციფიური, ძალიან თბილი, ძალიან ემოციური დღესასწაულია. მე ახალი წელი მოგილოცეთ, მაგრამ არ მოგილოცეთ ჯერ შობა და შობაც მინდა მოგილოცოთ, იმიტომ რომ შობაში არის თვითონ სიტყვაში შობა, რაღაცა იშვება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენში და მე მინდა მოგილოცოთ ეს დღესასწაული და გისურვოთ, რომ შობოს თქვენში სიყვარული. და ეს სიყვარული იყოს თქვენი ცხოვრების თამდევი ძალა, ფარველი ძალა, ყველაფერში, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ან თუნდაც უბრალოდ თქვენს ყოფაში. მაშასე, დღეს სპეციალურ გამოშვებაში კაცმანის ბიზნეს პოდკასტისა, მე წამყვანი საშა კაცმანი ჩაუტარებ ინტერვიუს თუ გავმართავ დიალოგს საშა კაცმანთან. და მოდი დავიწყებ საშა პირველი კითხვით. პირველი კითხვა არის მარტივი. კითხვას დავესესხები მაყურებელს. საიდან არის ეს მოსმენა, კითხვის დასმა, ჩაღრმავება, რომელსაც შენ აკეთებ პოდკასტში. თუ შეგიძლია რომ გაგვიზიარო, საიდან მოდის ეს ყველაფერი? და მე ყურადღებით მოგისმენ და გზა და გზა ბუნებრივია დაგისვავ კითხვებს. ეგეთი კითხვა მექნება ბევრი, დარწმუნებული ვარ. რა საინტერესო შეგრძნება არის? მე არ მჯდარ ვარ სტუმრის სკამზე. ამ ოთახში ყოველთვის ვზივარ იმ სკამზე და ეხლა ვცდილობ რაღაცნაირად დავსინქრონდე, როგორი შეგრძნება არის, როდესაც სტუმრის სკამში ზიხარ და სტუმრის სკამში სხვა პოდკასტში ყოფილ ვარ, როდესაც სტუმრად ვიყავი, მაგრამ ასე ხარ მჯდარ ვარ საკუთარ ოთახში, საკუთარ სტუდიაში, ესე სტუმრის სტატუსში. ძალიან საინტერესო გამოცდილება არის და მადლობა საშა შენ რომ დამპატიჟე დღეს, მომეცი შესაძლებლობა რომ გამომეხატა ჩემი თავი და გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება კაცმანის ბიზნეს პოდკასტში. მოდი შენ კითხვას დაუბრუნდები. საიდან არის ეს ყველაფერი? ამ კითხვასო პასუხი გავცე. სინამდვილეში მე უნდა მოყვე ჩემი 30 წლის გამოცდილება, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გამოცდილება, რომელიც მე გამაჩნია, არის სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დროს შეიქმნა ეს გამოცდილება, მაგრამ თითოეულმა გამოცდილებამ
რაღაცა გარკვეული უნარები განმივითარა და ალბათ დღეს რასაც მე ვაკეთებ პოდკასტის წამყვანის როლში არის ამ სხვადასხვა დროს განვითარებული უნარების ერთობლიობა. ამიტომ მე რო გიპასუხო ამ კითხვაზე სხვადასხვა დროს ჩემს საქმიანობებს უნდა შევეხო და ამ საქმიანობების ჭრილში აგიხსნა თითოეულმა საქმიანობამ იმ მომენტში და იმ დროს რა უნარები განავითარა ჩემში. და მოსულა რომ ეგრე გავაკეთოთ, შეიძლება რომ გავუყვეთ ესე, იმიტომ რომ ეხა უბრალოდ რომ ჩამოგითვალო უნარები კონტექსტის გარეშე, მგონია რომ მაყურებლისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს ეს და ამიტომ ჯობია ალბათ გამოცდილებები მოყვე, გავაზიარო ეგ გამოცდილებები და დრო და დრო მიუყვე იმ უნარებს, რომელიც მომცა ამ კონკრეტულმა გამოცდილებამ და ასე შევძლებთ, რომ მაყურებლისთვის შევქნათ სრული სურათი რა კუნთებს, მე საერთოდ უნარებს ვეძახი კუნთებს და რა კუნთებს ვიყენებ მე იმისათვის, რომ განვახორციელო სივრცის შექმნა დიალოგისთვის, დიალოგში შესვლა, კითხვების დასმა, დაზუსტება, ჩაღრმავებული კითხვის დასმა, აი ეს ყველაფერი რო გავაკეთო, ამისთვის უნდა მოუყვე ყველაფერი რაც ვაკეთე მანამდე, იმისათვის რომ შევკრა ეს მთლიანი სურათი. აი ესეთი შემოთავაზება მაქვს მე შენთვის როგორც წამყვანისთვის, რომ ესეთ გზას გავყვეთ და რამდენად მისაღებია ეს შენთვის. კი ბატონო საშა, მოსულა რომ ესე განვიხილო, თუ შენ ფიქრობ რომ ჩემი მაყურებლისთვის და მსმენელისთვის ესე უფრო ღირებული იქნება, გავაკეთოთ ესე. მოდი დავიწყოთ პირველი კითხვით ალბათ სანამ უნარებამდე გადავალთ. საერთოდ რატო გადაწყვიტე ამ პოდკასტის გაკეთება? რატო გადაწყვიტე ზოგადად პოდკასტერობა? და რატო გადაწყვიტე რომ მქონდეს ორი პოდკასტი, ანუ ეს კაცმანის ბიზნეს პოდკასტი და კაცმანის სხვა პოდკასტი. რა აზრი იდო იმის უკან, რომ შენ გაყავი პოდკასტები, შექმენი ორი პოდკასტი და შეიძლება ზოგი მაყურებლისთვის ეს არც არის ორი პოდკასტი და იმიტომ რომ შენ ორივეში ხარ წამყვანი, შეიძლება ეგრე არც ჩანდეს. ეგ პირველი კითხვა და მეორე ზოგადად ალბათ რატო გადაწყვიტე პოდკასტერობა და საერთოდ რისთვის მოხვედი YouTube-ის სივრცეში. მადლობა საშა ესეთი საინტერესო კითხვისთვის. პირველ რიგში დავიწყებ, რომ პოდკასტი არის ნაწილი ხედვის, რომელიც გამიჩნდა სიამოვნებაში 5 წლის წინ გამიჩნდა ეს ხედვა, მაგრამ განხორციელება დავიწყე 5 წლის თავზე. ეს ხედვა არის, ანუ პოდკასტები არის ნაწილი ხედვის, რომ შევქმნა არაფორმალური განათლების პლატფორმა, რომელიც ეფუძნება პირად ბრენდს, საშა კაცმანს და მინდა ერთი რაღაცა ვახსენო, რომ საშა კაცმანი როგორც პირადი ბრენდი დიდი ხანია არსებობს ბაზარზე, უბრალოდ უფრო მეტად ორიენტირებული იყო ვიწრო წრეზე, აი როგორც არის ბიზნესი, მეწარმეობა, პოლიტიკა, რომელიც გადაბმული არის ბიზნეს და მეწარმეობას, აი ეს წრეები ადამიანების ჩვენს ქვეყანაში საშა კაცმანის პირად ბრენდს იცნობდნენ. და იცნობდნენ როგორც PR-ის, მარკეტინგის, კამპანიების, გაყიდვების მაღალკვალიფიციურ სპეციალისტს. შესაბამისად, მთლად ნოლიდან პირადი ბრენდი არ შენდებოდა, თუმცა იმ საქმიანობისთვის, რომელიც ავირჩიე მეოთხე საქმიანობად ჩემს ცხოვრებაში, წინა ცხოვრების ბრენდი არ ყოფნიდა და ერთის მხრივ და მეორეს მხრივ გარკვეულწილად დახუნძლული იყო სხვა თვისებებით, ვიდრე ჭირდებოდა ამ საქმიანობას
რომელიც ავირჩიე საბოლოო ჯამში და ავირჩიე არაფორმალური განათლება, როგორც საქმიანობა და საერთოდ ჩემ თავს ვაიდენტიფიცირებ ესეთ ცნებასთან, როგორც არის edupreneurship-ი. ეს არის, მოდი ესე ვთქვათ, edupreneurship-ი რო გავშიფროთ ბოლომდე ჯერ ინგლისურად ვიტყვი და მე ქართულად, რომ edupreneurship-ი არის educational entrepreneurship-ი. ანუ მე ჩემ თავს ვაიდენტიფიცირებ ეგეთთან, edupreneur-თან, რაც ქართულად ნიშნავს არაფორმალური განათლების მეწარმეობა, ანუ არაფორმალურ განათლებაში ვარ მეწარმე. ეგ არის რასაც ვაკეთებ დღეს. მთლიანად რასაც ვაკეთებ ეფუძნება პირად ბრენდს, საშა კაცმანს და თვითონ სამყარო მღმერთმა პრობლემა დამაჯილდოეს, რომ მე მაქვს არც ისეთი, მოდი ესე ვთქვათ, ლოკალური ჟღერადობის არც სახელი და არც გვარი, ანუ არც საშა არის, მოდი ესე ვთქვათ, სანდრო და სანდრიკა და არც კაცმანი არის, გიორგაძე. აქედან გამომდინარე, საშა კაცმანობა ერთად რო შევხედოთ, ისედაც დიფერენციატორი არის ბაზარზე, იმიტომ რომ ამოვარნილი არის საერთო კონტექსტიდან, უცხო არის ყურისთვის, სახელის და გვარის, ალბათ მაგ კუთხით არ შევეშლები არავის და განსხვავებული არის ამ ჟღერადობაში ყველაფერი, თუმცა ისე ვიმეორებ, პოდკასტი იყო წამყვანი ძალა, იმიტომ რომ მე ვგრძნობდი, რომ შემიძლია, პირველ რიგში მაქვს ცნობის მოყვარეობა, მაქვს ჩემი ფასეულობა არის მუდმივი განვითარება, ამიტომ ყოველი დიალოგი, რომელსაც მე ვაკეთებ ადამიანთან, ჩემთვის არის შანსი იმისა, რომ გავიცნო ახალი ადამიანი, შევეხო მის სამყაროს და მაგ სამყაროსთან შეხებით რაღაცა ვისწავლო ახალი. და მაგიტომაც ვზივარ სინამდვილეში მასპინძლის სკამში და იშვიათად ვზივარ სტუმრის სკამში, იმიტომ სტუმრის სკამში მაინც ვაზიარებ, ხო? და რო ვაზიარებ, კი შეიძლება რაღაცა გავაცნობიერო გაზიარების დროს, მე მაგას არ გამოვრიცხავ, მაგრამ როცა ვზივარ მასპინძლის სკამში, მე უფრო მეტი შესაძლებლობა მაქვს, რომ ვისწავლო. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ იყო რამოდენიმე სტიგმა, განსაკუთრებით ბიზნესთან მიმართებაში, რომ ბიზნესი რო გააკეთო, მაგისთვის უნდა კონდეს რაღაცა უნიკალური იდეა, ინოვატორული, ან ძალიან ბევრი ფული რო ჩავდო ბიზნესში, ან ძალიან ბევრი კავშირებით მჭირდება, ან გამოცდილება ბიზნესის, ან განათლება, აი სტიგმები, რომელიც ხელს უშლის ადამიანს, რომელსაც გააჩნია რამენაირი ბიზნეს იდეა, რომ წავიდეს და ეს იდეა განახორციელოს. ეს არის დიდი ხელშემშლელი ფაქტორი. ამიტომ კაცმანის ბიზნეს პოდკასტი სინამდვილეში ამ გაზიარებებით, ადამიანების გაზიარებებით და მე მომყავს ძალიან ბევრნაირი ადამიანი, დამწყები ენტერპრენიორი, საშუალო ზომის ენტერპრენიორი, ქალი ენტერპრენიორი, კაცი ენტერპრენიორი, სექსისტული რო არ გამომივიდეს, green ბიზნესი, ტექნოლოგიური ბიზნესი, ანუ ყველანაირს ვცდილობ რომ შევეხო იმისათვის, რომ ვაჩვენო ადამიანს შესაძლებლობა სიმდიდრის, რამდენად ბევრი შესაძლებლობა არის, რომ ადამიანმა დაიწყოს თავის საქმე და სინამდვილეში კონტექსტი ამ პოდკასტის და ამ გაზიარებების, ჩემი სტუმრების, ამ დიალოგების, რომელსაც მე ვწერ, არის იმისთვის, რომ ადამიანმა გაბედოს ბიზნესი. და მეორე პოდკასტი, სხვა პოდკასტი არის პიროვნული ზრდისთვის, განვითარებისთვის, ცნობიერებისთვის, თითქოს ეს არის ჩემი ორი სამყაროს ნაწილი, იმიტომ რომ მე ცალსახად ვგრძნობ, რომ ჩემში არის ძალიან ძლიერი ორი ნაწილი, ანუ ერთი ენტერპრენიორის, მოდი edupreneur-ით ყველა კი არ ვახსენე, რომ ერთი არის education-ი, ანუ განათლება, ამიტომ ჩემთვის სხვა პოდკასტი მაგ კუთხით, მაგ განათლებას ემსახურება, რომ განათლება, რა არის განათლება, ხო? შუქი შემოტანა სიბნელეში. და ამ განათლებით ხელი შეუწყო სამოქალაქო საზოგადოების დასრული პასუხისმგებლიანი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და ეგ არის იმ განათლების კონტექსტი, რომელსაც მე მსახურები ჩემი სხვა პოდკასტით, ხოლო entrepreneurship-ი პირველი ნაწილი edupreneurship-ის არის მეწარმეობა და ბიზნეს პოდკასტით
ვემსახურები იმას, რომ სამეწარმეო აზროვნება და სამეწარმეო სულისკვეთება გავხადო უფრო მეტად ხელმისაწვდომი და პოპულარული, რომ სხვა ადამიანები, რომელიც უყურებენ ჩემ პოდკასტს, ბიზნეს პოდკასტს, დაინახონ საკუთარ თავში, ამოიცნონ აი სტუმარი, მის ისტორია, თუნდაც დასაწყისში, როცა ჯერ კიდე ბიზნესი არ ქონდა, როდესაც გარისკა, რაღაცა ნაბიჯები გადადგა, ბევრჯერ მოსრიალდა, დავარდა, ისევადგა, გაკვეთილები გამოიტანა, გააგრძელა და შესაბამისად ამითი გააკეთა ბიზნესი. ამიტომ რეალურად რომ თუ შეხედავ ჩემ პოზიციონირებას, თვით პოზიციონირებას, რომ ჩემ პოზიციონირება დღეს არის edupreneur, ანუ educational entrepreneur, ანუ მეწარმე განათლებაში, არაფორმალურ განათლებაში. ერთი პოდკასტი არის ერთი ნაწილი, ანუ არაფორმალური განათლების, განვითარების, პიროვნული ზრდის, ტრანსფორმაციის და ასე შემდეგ. ხოლო მეორე პოდკასტი არის ენტერპრენიორობაზე, ანუ მეწარმეობაზე და ეხმარება სამეწარმეო სულისკვეთების გამოღვიძებას საკუთარ თავში და ნაბიჯების გადადგმას, რომელიც საბოლოო ჯამში სრულდება იმითი და მე ამის იმედი მაქვს, რომ ბევრი თქვენთაგანი შეძლებს ამის გაკეთებას, რომ ბევრმა ადამიანმა გაბედოს ბიზნესი და გაბედოს შექმნას თავისი საქმე, გარისკოს და ბევრ სხვა ადამიანს შეუქმნას შესაძლებლობა თვით რეალიზაციისთვის. კაცმანის პოდკასტების გუნდის კომფორტულ და უსაფრთხო ადგილებას უზრუნველყოფს განახლებული Mitsubishi Outlander-ი. დაასკანერი QR კოდი ან გადადი ბმულზე და მიიღე Mitsubishi Outlander-ზე მხოლოდ კაცმანის პოდკასტის მსმენელებისთვის შექმნილი ექსკლუზიური შეთავაზება. Mitsubishi Outlander-ი, ადეკვატური ფასის და იაპონური გამძლეობის სინთეზი. იცი რა მითხარი, საშა? შენი ამ ერთწლიანი გამოცდილებიდან, რაც შენ დააგროვე პოდკასტზე, პოდკასტის კეთებაზე. რა შეგიძლია გაუზიარო ადამიანებს, ვინც ზოგადად ფიქრობს პოდკასტის გაკეთებაზე და რა გამოცდილება შეგიძლია მიცე, რომელიც ამ ერთი წლის მანძილზე დააგროვე, რაც მათ შეიძლება დაეხმაროთ იმაში, რომ თავად შექმნან და განავითარონ წარმატებული პოდკასტი საქართველოში. იცი რა, საშა, ეხლა პოდკასტები მომრავლდა. ძალიან ჰაიპში არის თემა და რავი, თითქმის იყო პერიოდი, ყოველ კვირას ცხადდებოდა, რომ ვიღაცა ახალ პოდკასტს იწყებს. მე ხა ცოტა შენელდა ტემპი, მაგრამ იყო მომენტი, რაღაცა მომენტი იყო, რომ ამჩნევდი, რომ კვირაში ერთხელ იდება ახალი პოდკასტი. ეხაც რაღაცეები ახალი იწყება და ზოგადად მივესალმები ყველას, ვისაც მართლა ჟერა, რომ პოდკასტი შეიძლება მათი თვით გამოხატვის ფორმა იყოს, თუმცა იმასაც ხვდები, დავიწყებ იქედან, რომ ბაზარი ჯერჯერობით ბოლომდე შეიძლება ვერ ხვდება რა პოტენციალი აქვს პოდკასტს, ან ჯერჯერობით დაკვირვების რეჟიმშია, უფრო ასე ვიტყოდი, იმიტომ რომ ერთი წლის მანძილზე მე მომიწია საკმაოდ ბევრ კომპანიასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია და შემიძლია თამამად გითხრა, რომ ჯერჯერობით ბაზარი არ არის ჩამოყალიბებული ცალსახად რისი მომტანი არის პოდკასტი. მე შემიძლია ორი სიტყვით ავხსნა, რომ რეალურად მე მაგალითად ჩემ pitch-ს რო აკეთებ კომპანიებთან, მეუბნები, რომ მე მყავს აუდიტორია, რომელსაც აინტერესებს სიღრმე. და ეს არის უნიკალური ზრდაზე ორიენტირებული აუდიტორია და განვითარებაზე ორიენტირებული აუდიტორია, რომელსაც აინტერესებს ესეთი სიღრმესეული დიალოგი, რომელსაც მე ვქმნი ჩემ პოდკასტების მეშვეობით. შესაბამისად, მე უხსნი კომპანიას, რომ ჩემი აუდიტორია არის სპეციფიური, ეს არ არის უბრალოდ გასართობი კონტენტი, საღადაო ან სპორტული კონტენტი, რომელიც მას კონტენტი არის, არ არის ეგეთი. ჩვენი პოდკასტები ორივე არის ნიშური,
ასე ვიტყოდი, რომ ერთიც ნიშურია და მეორეც, მაგრამ სხვა პოდკასტი ოდნავ დიდი ნიშა არის, ვიდრე ბიზნეს პოდკასტი. ბიზნეს პოდკასტი კიდევ უფრო ნიშური, ეს არის ადამიანებისთვის, ვისაც აინტერესებს მეწარმეობა, აინტერესებს სამეწარმეო ისტორიები და აინტერესებს, რომ ამ ისტორიებისგან რაღაცა ისწავლოს და რაღაცა განახორციელოს. აი ეს არის პირველი. და მეორე პოდკასტი, ან სხვა პოდკასტის აუდიტორიას აინტერესებს განვითარება, აინტერესებს პიროვნული ზრდა, აინტერესებს ცვლილება, აინტერესებს ტრანსფორმაცია, აინტერესებს ასევე ეძახი საინტერესო ადამიანების, ნათრევი ადამიანების მიყვარს ეგ ტერმინი და ნათრევს გულისხმობ, რომ აი უცხოვრია, მართლაც უცხოვრია და განუცდია და გააჩნია პიროვნული ცვლილების, ტრანსფორმაციის კარგი მაგალითი და თუნდაც იმას, რომ შედგა, ან თუნდაც იმას, რომ შედგა და გაანება თავი და სხვა რამეს მოკიდა ხელი, ან დიდ გამოცხოვრებისეულ გამოწვევას შეეჭიდა, როგორიც არის, არ ვიცი, ახლო ადამიანის სიკვდილი და მერე თავიდან დაბადება, ან მაგალითად კიბოსთან გამკლავება, ან მაგალითად ბულინგთან გამკლავება, ან მარტო ხელა დედობა, ან მაგალითად რომელი თემა გინდა, ეხლა უბრალოდ გზაში ვიხსენებდი რა თემებზე ჩავწერე და შესაბამისად აინტერესებს ნამდვილი, ავტენტური ადამიანური ისტორიები. ამიტომ პირველ რიგში მე ვიტყოდი ეგეთ რაღაცას, რომ თუ პოდკასტის გაკეთებას აპირებ, პირველ რიგში დაფიქრდი ვისთვის არის ეს პოდკასტი და რა ღირებულებას შეუქმნის ეს შენი პოდკასტი ამ ადამიანებს. მე მაგალითად თავიდანვე მაინტერესებდა ჩემნაირი ადამიანები, მე მაინტერესებდა ადამიანები, რომელსაც აინტერესებს სიღრმე. და პირდაპირ გავთვალე ამ ადამიანებზე ეს პოდკასტი არ დავსდევ მე სწრაფ ზრდას, მე გაცილებით მირჩევნია ხარისხიანი აუდიტორია, ვიდრე დაბუსტული ზრდა. და მეორე, აინტერესებს ორი თემა რა, აინტერესებს მეწარმეობა, ზოგადად აინტერესებს წარმატება. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე პოდკასტების პრომო გვერდზე რო შეხვიდე, ჩემთან წერია ისწავლე წარმატებისგან. ამიტომ წარმატებას ვაზიარებს ადამიანი საკუთარ ისტორიას და საკუთარ გზას და საკუთარ განცდებს და საკუთარ ვარდნებს და როგორ დგებოდა აქედან შენ სწავლობ ამ წარმატებიდან. ამ ნაცვლად იმისა, რომ გშურდეს წარმატების, რა ძირითადად პირველადი ადამიანური რეაქცია არის შური, ხო? იმიტომ რომ სხვა ადამიანს აქვს რაღაცა ის, რაც მე არ მაქვს და შესაბამისად მშურს მაგის გამო. და მე ვამბობ, რომ ნუ გშურს, პირიქით ისწავლე ამ ადამიანისგან, მისი გაზიარებიდან, დაინახე შენი თავი ამ ადამიანში, რომ ის ადამიანის ადამიანია და მასაც აქვს შიშები, გამოწვევები, ეჭვები საკუთარ თავში, განუცდია ტკივილი, ზღალატიც, ზურგის შექცევაც და ყველაფერი, რაც ადამიანურია, მას განუცდია და შესაბამისად რაღაცა საერთო შეგიძლია ნახო ამ ისტორიაში, რომელიც გეხება შენ და ასევე ეხება ამ ადამიანს და ეს ამ ადამიანს აქვს რაღაცნაირი გამოცდილება, როგორ გაუმკლავდა ამას ყველაფერს, რა სტრატეგიები გამოიყენა, როგორ მიუდგა, როგორ შეაფასა ეს ყველაფერი, ან გადააფასა პირიქით ეს ყველაფერი. შესაბამისად ეს ადამიანი გიზიარებს თავის გამოცდილებას და შენ ამაში რეალურად ხედავ შენ თავს და გაქვს შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანისგან ისწავლო. იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები მეტნაკლებად თუ რას ფიქრობ ის საშენ, რომ მე მჯერა, რომ ადამიანები მეტწილად ერთ და იგივე ადამიანურ გამოცდილებას გავდივართ. უბრალოდ დეკორაციები არის სხვადასხვა. ან დეკორაციებს ვეძახი, რომ რავი, ვიღაცა მდიდარ ოჯახში დაიბადა, ვიღაცა ღარიბში. გასაგებია, რომ დეკორაცია შეიძლება მდიდარი ოჯახის უკეთესი იყოს ვიღაცისთვის, მაგრამ ზოგიერთი ადამიანისთვის ის სიღარიბეც საჭირო არის, რომ ის გადალახოს და მერე სიმდიდრე შექმნას აქედან, ანუ რაღაცნაირი ენერგია დააგროვოს აქედან. ამიტომ ვერაფერზე ვერ იტყვი, რომ სალსახად კაია ან ცუდია. ამიტომ ადამიანურ გამოცდილებაში ჩვენ ძალიან გავართ ერთმანეთს და შესაბამისად თუ ცოტა ხანი გავწიეთ დეკორაციები, ჩვენ დავინახავთ, რომ
ბევრი საერთო გვაქვს ამ წარმატებულ ადამიანთან. და შესაბამისად, თუ ბევრი საერთო გვაქვს, ესე იგი მე ბევრი რაღაცის წაღება შემიძლია ამ ადამიანისგან. ამიტომ თავარი, მოდი ესე ვთქვათ, ღირებულება ჩემი პოდკასტთან, პირველი ჩემი აუდიტორია არის სიღრმეზე ორიენტირებული აუდიტორია, რომელსაც აინტერესებს ეს სიღრმე, ჩაკითხვა, ძიება, მნიშვნელოვნების ძიება, არ არის ზედაპირული. მე ზედაპირული ადამიანისთვის ჩემი პოდკასტი ძალიან მოსაბეზრებელი იქნება და როცა ადამიანები მწერენ კომენტარს, რომ ძალიან გაწელილი იყო და ძალიან მომბეზდა ამის ყურება, არასოდეს არ მაქვს არანაირი აგრესიული რეაქცია ამაზე, იმიტომ რომ ხვდები, რომ ამ ადამიანს ეს სიღრმე უბრალოდ არ ჭირდება და შესაბამისად რაღაცნაირად მოხვდა ჩემ YouTube სივრცეში და სავარაუდოდ წავა და ეგეც ოკეი არის. ანუ მისთვის სამყარო სხვა კონტენტ შეთავაზებს, უფრო ზედაპირზე მყოფს და ყველა ადამიანს თავისი ჭირდება რა მოკლედ. და მე ვეძებ იმ აუდიტორიას, რომელიც ღრმა არის, მე ვეძებ აუდიტორიას, რომელსაც კითხვები ადარდებს, რომელიც პასუხის ძიებაშია და შესაბამისად მზად არის, რომ სხვას მოусმინოს, სხვის გამოცდილების გაზიარებას მოусმინოს და რაღაცა წაიღოს. შესაბამისად, ეგ აუდიტორია არის ჩემი, როგორც თქვი, ორი მთავარი კრიტერიუმია, აინტერესებს წარმატებისგან სწავლა, ამ გაზიარებისგან სწავლა, აინტერესებს სამეწარმეო ისტორიები, ზოგადად სამეწარმეო ისტორიებში მე მჯერა და ბევრჯერ წამიკითხია კომენტარი, რომ ზოგადად ბიზნესი საერთოდ არ მაინტერესებს, მაგრამ წარმატების შექმნა მინდა ცხოვრებაში, ხო ყველა ბიზნესმენა დაბადებული არ არის, სხვადასხვა თვითგამოხატვის ფორმები არის ცხოვრებაში და ცალსახად არ ვთვლი, რომ ბიზნესი ერთადერთი ფორმა არის თვითგამოხატვის, შეიძლება სხვა ფორმა იპოვო, მაგრამ ცალსახა ხო ის არის, რომ ყველას ჭირდება გაყიდვები, ყველას ჭირდება მარკეტინგი, ყველას ჭირდება, რომ ჩვენ მომსახურებაში და დროში ვიღაცამ ფული გადაიხადოს და ჩემი აზრით, მხატვარი იქნები შენ, მუსიკოსი იქნები თუ ბიზნესმენი, საბოლოო ჯამში ჩვენ ყველა რაღაცა ფორმით ვყიდით ჩვენ პროდუქტს. და შესაბამისად, აი ეს წარმატება, რომელსაც ადამიანები სამეწარმეო ბიზნეს პოდკასტში აზიარებენ, სასარგებლო არის და იქნება ყველა ადამიანისთვის, ვინც დაეძებს, რომ შექმნას წარმატება თავის ცხოვრებაში. და მეორე მხარეს არის პიროვნული ზრდა, ტრანსფორმაცია, ცვლილება, ცნობიერების გაფართოვება, რომელიც ჩემი აზრით უბრალოდ ავსებს ერთმანეთს. ანუ ეს ორი პოდკასტი ავსებს ერთმანეთს ცოდნით. აქეთ მხარეს თითქოს სამოქმედო გეგმა, შეუპოვრობა, გამბედაობა, მიზნები, აი ეს არის და მეორე მხარეს არის აი პერმანენტული განვითარება, ზრდა, ცნობიერების გაფართოვება და ეს ერთად რო შერწყა, გამოვა უნიკალური ნაზავი ზრდის და განვითარების, რომელიც არის ჩემი პირადი ფასეულობები და შესაბამისად მე ამ პოდკასტებს ვაკეთებ ობიექტურად, მემსახურებით ჩემ ფასეულობებს, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რაც ჩემთვის ფასეულია და რაც ძალიან მეხმიანება და მიყუჩებს გოლს. არ მიყუჩებს, მიჩუყებს გოლს. რატომ ვერ გაბედე ამდენი ხანი? ვერ გადადგინა ბიჭი? რატომ ვერ უმატებ აჩქარებას და ძალისხმევას? თუ შენ შეძლებ გაიგო ამ კითხვებზე პასუხები, მაშინ შენ შეძლებ დაიწყო შენი ბიზნესი, რომელიც გულით გინდა. ხოლო ამ კითხვებზე პასუხის პოვნაში და გაცნობიერებაში დაგეხმარება საშა კაცმანის აუდიო კურსი 10 ნაბიჯი ბიზნესისკენ. კურსის შესაძენად დაასკანერი QR კოდი ან გადადი ვიდეოს აღწერაში მითითებულ ბმულზე და გაყევი იქ მითითებულ ინსტრუქციებს. შეძენის შემდეგ იმეილზე მოგივა წვდომა ჩანაწერებზე, რომელსაც კომფორტულად მოусმენ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში. ჩამოშალე ამ YouTube ვიდეოს აღწერა. მოძებნე ბმული, დააჭირე და შეიძინე შემდეგი 20 წუთის განმავლობაში სპეციალურ ფასად. იცი რა საშა, შენ მანამდე ახსენე, რომ ეს ყველაფერი, რასაც აკეთებ პოდკასტში, არის დამსახურება იმ წინა საქმიანობების, რომელიც აკეთე აქამდე. მინდა უფრო გაშალო ეს თემა და ახსნა ეს ეტაპობრივად რა საქმიანობები იყო და რა უნარები შეიძინე, რომელიც მე ეს ყველაფერი ყველა უნარი დაგჭირდა წარმატებული პოდკასტის კეთების დროს, ამ წარმატების შესაქმნელად. შეგიძლია ამ თემაზე უფრო სრულად ვისაუბროთ და მომიყვე ეგ ამბავი. კი ბატონო, მივყვეთ მაშინ და ისტორია რომ მოგიყვე, მე უნდა დავბრუნდე
მე-7 კლასში როდესაც პირველი ამოვარდნა მოხდა ჩემს ცხოვრებაში, აი ესეთი მოდი ესე ვთქვათ, იყო რაღაცნაირი ცხოვრება, საკმაოდ ისეთი, მოდი არაფრით განსხვავებული ცხოვრება იქ, გარდა იმისა, რომ მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან ხუთოსანი ტიპი ვიყავი და რაღაცა მომენტში მე-7 კლასში მოხდა რაღაცა, რამაც ძალიან მოდი ესე ვთქვათ, არაორდინალური რაღაცა შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ხუთოსნობაზე მინდა ორიოდე სიტყვით გითხრა, რომ მე ყოველთვის ვიყავი შრომის მოყვარე, დისციპლინირებული და ძალიან დიდი დოზით დამოუკიდებელი. ალბათ მნიშვნელოვანია, რომ ეს თვისებებიც აღვნიშნოთ, იმიტომ რომ ეს მომზდებს მე ბავშვობიდან დისციპლინა, თვითდისციპლინა, ძალიან დიდი დოზით ცნობის მოყვარეობა, იმიტომ რომ ახსოვს ბავშვობაში მუზეუმებში დავყავდით ჩემ მშობლებს, მუზეუმებში გიდს კითხვებს მარტო მე უსვავდი და ბლოკნოტით დავდიოდი და ბლოკნოტში ვიწერდი ყველაფერს. ანუ აი ამ დონის ცნობის მოყვარეობა მქონდა. როგორც ვახსენე, დისციპლინა, შრომა და ძალიან დიდი დოზით პასუხისმგებლობა. ასეთი დავიბადე, ასეთი განვითარდი როგორც ბავშვი და მე-7 კლასში მოხდა აბსოლუტურად რადიკალურად ისეთი მოვლენა, რომელმაც ამომაგდო კალაპოტიდან, ჩემმა მათემატიკის მასწავლებელმა წლიური დამიწერა 4-იანი. და ეს 4-იანი რომ დამიწერა, ანუ პირველი 4-იანია ჩემს ცხოვრებაში, მე 5 ბალიანი სასწავლო პროგრამა იყო და 5 ბალით ფასდებოდნენ ბავშვები და მაგ მომენტში მახსოვს, მე და მამა ჩემს შორის მოხდა ძალიან საინტერესო დიალოგი, მამა მითხრა, რომ შვილო რა გჭირსო და მე ვთხარი ესე 4-იანი დამიწერეს მათემატიკაში თქო და მამაჩემ იცოდა რომ მე მათემატიკა ძალიან მიყვარს და შესაბამისად მამაჩემმა მაშინ ძალიან მაგარი საქმე გამიკეთა, იმიტომ რომ მამაჩემ უნივერსიტეტელი იყო და ძალიან ბევრი ადამიანს იცნობდა თბილისში და დარწმუნებული რომ მას არ გაუჭირდებოდა არც ჩემ მათემატიკის მასწავლებლის ნახვა და არც ნაცნობის ნახვა, გამონახვა და რამენაირი შემოთვლა, რომ მოდი ნუ დამიჩაგრავ შვილს თქო, ეგ არ გაუჭირდებოდა მამაჩემს, მაგრამ მამაჩემ შემოთავაზა ძალიან საინტერესო რამე. შენ დარწმუნებული ხარ, რომ შენ ცოდნაშიო და კი მეთქი. ხო და მოდი მაშინო გადააბარეო. ვა, რა არის გადაბარება თქო და იყო ეგეთი პროცედურა, რომ საბჭოთა კავშირში მე საბჭოთა კავშირის დროს დაბადებული ბავშვი ვარ და შესაბამისად საბჭოთა კავშირის სკოლაში ვსწავლობდი და შესაბამისად მაგ დროს გავასაჩივრე ჩემი მასწავლებლის გადაწყვეტილება და შეფასება და კომისიის წინაშე გადავაბარე ეს გამოცდა. და იცი რა, მან გამივითარდა ერთი მთავარი თვისება, რომ მივიღო პრობლემა გამოწვევად. ანუ ნებისმიერი პრობლემა, რომელიც მიჩნდება გზაში, მე მას ვიღებ გამოწვევად და აი რაღაცნაირი, აი ესეთი, აი იმ 4-იანმა, იმ გადაბარებულმა 4-იანმა, რაც ბოლოს გადავაბარე და 5-იანი მივიღე, მომიტანა ეს ბრძოლის უნარიანობა, იმიტომ რომ ასე დაბრკოლებას ჯერ არ შეხვედრივარ ცხოვრებაში და შესაბამისად მაგ დაბრკოლებაში მადლობა მამაჩემს გვერდში დამიდგა და დამეხმარა, რომ მე არ დავჩაგრულიყავი ავტორიტეტის მიერ, გამჩენოდა ავტორიტეტის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, რომ მე არ გეთახმები, მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტეტი ხარ და მიუხედავად იმისა, რომ ხა მეშინოდა, ხა ბუნებრივია მასწავლებელი იყო და შემდეგ კლასშიც გვასწავლიდა და შესაბამისად შემეშინდა რა მთელი ამ, როგორ ვთქვა, მთელი ამ პროცესის. მაგრამ ამავე დროს მე ვისწავლე ერთი რამე, რომ მე შემიძლია პრობლემას შევხედო გამოწვევად, შესაბამისად შემიძლია ჩემი სიმართლე გავიტანო, იმიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ მე 5-იანს მიმსახურებ და არ დაუდგე, ანუ დაუდგე ავტორიტეტს და არ დაუწვე ავტორიტეტს. და მადლობა ამ მასწავლებელს, იმიტომ რომ მე სასწაული რაღაცების კატალიზაცია მოხდა ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ მე ამ ეს მაგალითი რო არ მოხდარიყო, ეს გამოწვევა რო მოხდარიყო ჩემს ცხოვრებაში, შეიძლება იმ სკოლაში გამეგზელებინა სწავლა, მაგრამ მე იმდენად გავბრაზდი, რომ მე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში ჩავაბარე, მე ფიზიკაში და მათემატიკაში პრიზორი ვიყავი ოლიმპიადების ქვეყანაში და მე კიდე
წავედი ისრაელში სასწავლებლად 15 წლის ასაკში აბსოლუტურად მარტო თან დედის ერთა ვიყავი და ჩემი მშობლებისთვის სასახად არ იყო მარტივი ჩემი გაშვება და ისრაელის თავრობის დაფინანსებით კაცმანი ვარ ბოლო-ბოლო და რაღაცნაირად უკვე დავემთხვიეთ მე და ისრაელი მაგ მომენტში მე წავედი სასწავლებლად და უმაღლესი სკოლა ხო ჰაისკული ეგრეთ წოდებული მე მაგ ისრაელში დამთავრებული და შესაბამისად აი ამ ერთმა ოთხიანმა რამხელა ზეგავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე და ყოველთვის უმადლი ვარ იმ მასწავლებელს არ მინახია პირადად რომ ეს მადლიერება გამომეხატა და შეიძლება ეს პოდკასტმა რამენერად მიაღწიოს ამ ჩემ მასწავლებლამდე და მოკლედ ეს მადლიერებას შეირგოს, იმიტომ რომ მაშინ კი მეჩვენებოდა და ესე არის ცხოვრებაში ზოგჯერ გამოწვევა ძალიან მტკივნეულ გამოცდილებად გეჩვენება, მაგრამ რო გადალახავ ამ გამოწვევას შეიძლება რადიკალურად სხვა ადამიანი გამოხვიდე აქედან და გაიზარდო და გაძლიერდე და გამოშუშტე და ძალიან პოზიტიურ გამოცდილებად აქციო ეს ყველაფერი და სხვათა შორის ეგ თვისება მაქვს რომ ყოველ ჯერზე ხა რაღაცას ვაკეთებ, თუნდაც პოდკასტს ვაკეთებ და რაღაცა რომ შემხვდება მოულოდნელობა, ან უარი მოლაპარაკების დროს, ან რაღაცა მე არ ვჯდები და არა აბა შემდეგი რა გავაკეთო არის ჩემი თემა. ან ჩემ შიგნით არასოდეს არ არის რომ დავნებდე, ან დავიწყო ისა, მე უბრალოდ ვფიქრობ კონკრეტულად ამ кейს რა დავაკელი, რა აკლდა ამ кейს რა ვისწავლო ამ кейსიდან, იმიტომ რომ ყველაფერი გამოცდილება არის გაკვეთილი, ანუ რა გაკვეთილი შემეძლია ვისწავლო და როგორ გავძლიერდე და როგორ გავაკეთო შემდეგ ჯერზე ისე, რომ ამან იმუშაოს. აი ეს არის ჩემი ოპერეტუს მოდუსი, ანუ როგორც აზროვნების პროგრამა, რომელიც მიდევს შიგნით, რომელიც არასოდეს არ უყურებს პრობლემად, არამედ უყურებს პრობლემას გამოწვევად. იცი რა მაინტერესებს საშა? შენ სწავლობდი ისრაელში 92-დან 94-ის ჩათვლით. რა მოგიტანა ამ გამოცდილებამ? აი ესეთ ადრეულ ასაკში წასვლამ საზღვარგარეთ სულ პირველი წასვლა იყო შენთვის უცხოეთში მანამდე ნამყოფი არც იყავი და შენ არა მარტო წახვედი უცხოეთში, არამედ წახვედი საცხოვრებლად, სასწავლებლად, უცხო გარემოში, მშობლების გარეშე, საკმაოდ ინკუბაციურ პირობებში იყავი გაზრდილი, ერთადერთი შვილი იყავი და მოკლედ ალბათ ეს იყო ძალიან დიდი რადიკალური ცვლილება შენთვის და შეგიძლია მომიყვე რა მოგიტანა აი ისრაელში სწავლამ და მანდ ყოფნამ და რაც თავარია მარტო წასვლამ. უყურებ ჩვენ პოდკასტს. არ დაგავიწყდეს, გამოიწერე არხი, დაალაიქე, დაგვიტოვე კომენტარი და გვაჩვენე, რომ მოგწონს რასაც ვაკეთებთ. კი, საშა, ეს დრო ძალიან ტკბილად მახსენდება სინამდვილეში და შემიძლია გითხრა, რომ როდესაც ესეთ ადრეულ ასაკში მიდიხარ, თან მე წავედი 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საქართველოში ძალიან თბილისის და მთლიანად საქართველოშიც მძიმე სიტუაცია იყო საკმაოდ და აღმოჩნდი მახსოვს ის შეგრძნება აეროპორტში რომ დამხვდნენ და საერთოდ პირველად კოკა-კოლა რო დავლიე მაგალითად ამ პირველი მარსი და სნიკერსი რო ჭამე იმიტომ რომ ეს ყველაფერი მაშინ არ იყო აქ და შესაბამისად ეს შეგრძნებები ძალიან კარგად მახსოვს, მაგრამ რა უნარები ვისწავლე იცი ყველაზე მეტად მე მაინც გავიხსენებ ორ ყველაზე მთავარ ეპიზოდს, რაც ისრაელში გადამხდა თავს, ანუ პირველი იყო პირველ რიგში ფსიქომეტრიამ ავხსნი რაც არის ეს, იმიტომ რომ ფსიქოლოგები ისრაელში აკეთებენ ბავშვების პროფილებს და ფსიქომეტრიულ ტესტებს და ეს ზოგადად კეთდება სინამდვილეში ისრაელის ჯართან თანამშრომლობით
იმიტომ რომ ჯარმა უნდა იცოდეს ჯარი იქ არის ხერხემალი პრაქტიკულად სახელმწიფოსი და ჯარმა უნდა იცოდეს ვინ ბავშვს რა უნარი აქვს და წინასწარ იგეგმება და ჯარი არ გეგონოს ის რომ ჯარში არის ყველა პროფესია ინჟინერი, პროგრამისტი, ექიმი, ფინანსისტი, ანუ ყველა პროფესია შედის ჯარში და აქედან გამომდინარე ჯარი ძალიან ადრეული ასე კიდან აკვირდება და მონიტორინგს აკეთებს ბავშვს რა უნარები აქვს. და შესაბამისად პირველი ალბათ რამაც ყველაზე დიდი ზემოქმედება იქონია, რომ ფსიქომეტრიული ტესტების მიხედვით დედაჩემს მოვიდა ფსიქოლოგის წერილი, რომ ამ ბავშვს აქვს მკვეთრი ლიდერული უნარები და შესაბამისად შეიძლება გააჩნია კანონის რომელ მხარეს დაიკავებს და შეიძლება კრიმინალურ სამყაროში აღმოჩნდეს თავისი უნარებით და კრიმინალურ გზას დაადგეს, ან კანონის ნათელ მხარეზე იდგეს, მოკლედ და ამან ძალიან დიდი ზემოქმედება იქონია სინამდვილეში ჩემს ცხოვრებაზე, იმიტომ რომ დედაჩემმა ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადო, რომ მე იურიდიულზე ჩამებარებინა და იურიდიული განათლება მიმეღო ცხოვრებაში. და იურიდიული განათლება ზოგადად ეგეც მინდა ვახსენო, მე 9 წელი ვისწავლე იურისპრუდენცია, მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღე არ მიმუშავია იურისტად, მნიშვნელოვანია ხაზი გაუსვა, ანუ არ უღალატობდი მე სადღაც შიგნით იმ ჩემ სხვა მისწრაფებებს, რომელიც მქონდა, მაგრამ ამავე დროს რაღაც დედაჩემს დავეთანხმე, მაგრამ მადლიერი ვარ ამ იურიდიული განათლების, იმიტომ რომ მაქვს ეს იურისტისთვის დამახასიათებელი მოსმენა, ასევე რისკების გამოთვლა, რომელიც მე ძალიან გამომადგა პიარის სფეროში რომ მოღვაწეობდი, იმიტომ იურისტები ძალიან კარგად კითხულობენ დოკუმენტებს, ისმენენ გამოსვლებს და ძალიან კარგად აქვთ ყური ნავარჯიშები იმისათვის, რომ ნებისმიერ სიტუაციაში გააკეთონ რისკის შეფასება. და შესაბამისად აი რისკების შეფასება დანახვა არის ერთ-ერთი უნარი, რომელიც მე გამაჩნია, რომელიც ძალიან გამომადგა ჩემ საკომუნიკაციო პროფესიაში. სხვადასხვა ისიც მინდა ვახსენო, რომ როდესაც მე ჩემ ბიზნეს მაგისტრატურას ვამთავრებდი ბერლინში, თემა, რომელიც მე დავიცავი, იყო სისხლის სამართლის ადვოკატის სტრატეგიები კომუნიკაციაში. ანუ მე გავავლე პარალელი და გავაკეთე სინთეზი იმისა, თუ როგორ შეიძლება კომუნიკაციაში გამოიყენო სისხლის სამართლის ადვოკატის სტრატეგიები, რომელსაც სისხლის სამართლის ადვოკატი იყენებს დაცვის მხარეს და იმისთვის, რომ დაიცვას მჟავრდებული სასამართლოში. კაცმანის პოდკასტს ენერგიით ავსებს სოკარი, თქვენი ბიზნესის საწვავი. მეორე რაც მნიშვნელოვანია, რაც გადამხვდა და ეგ უკვე ჩემ ძალიან უშუალო უნარებთან არის კავშირში, რომელსაც ვიყენებ პოდკასტში, თუმცა იურისტის ყურიც მაქვს პოდკასტში და ცხოვრებაში მუდმივად და პერმანენტულად ეგ თვისება მახასიათებს ვიტყოდი ალბათ რისკის მოსმენა, გაგონება, კალკულაცია და ეს მე მეხმარება სხვადასხვა იმაში, რომ მე გონივრული რისკი ავიღო. აი, ის რომ მე დღეს საკუთარ სტარტაპს ვანვითარებ, ეს ზუსტად გონივრული რისკის აღება არის საკუთარ თავზე და მე სამეწარმეო პოდკასტში ძალიან ბევრს ველაპარაკები მეწარმეებს იმაზე, რომ ისინი არიან რისკის ამღებები. რისკის აღების საკუთარ თავზე აღების გარეშე ბიზნეს ვერ გააკეთებ. რაც უფრო დიდია ბიზნესი, მით უფრო დიდია რისკი. და მეორე რასაც მინდა ხაზი გაუსვა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ისრაელში მოხდა ჩემი პირველი ეგრეთ წოდებული მუსიკაში შესვლა, ესე ვეძახი, მე საერთოდ ძალიან მუსიკალური სამყაროდან ვარ, მამაჩემი და დედაჩემი ორივე იყვნენ მელომანები, ამიტომ მე მუსიკა სულ მქონდა სახში და სულ ისმოდა მუსიკა და ამ მოსმენის დროს, მოკლედ სიყვარული განმივითარდა, მუსიკის ბუნებრივია და მოკლედ ერთი ისტორია იყო, რომ მე მოკლედ დავიწყე მუსიკის დაკვრა ისრაელში, ანუ ესე დაიწყო ეს ყველაფერი, მე უკრავდი მუსიკას, ვაგროვებდი, კოლექციონერი ვიყავი და უკრავდი, მე თბილისში ჩამოვედი, დავიწყე
პირველ კლუბში დაკვრა და 90-იანების პირველი კლუბი იყო ყაზბეგი, მერე იყო IGA, მერე იყო მეტეხის ღამის კლუბი, მერე იყო ოსკარი, მერე იყო ლაგიბასი და პირველი DJ-ების გუნდი ჩამოაყალიბე ქვეყანაში და აი ეს ხდება 19 წლის ასაკში, როდესაც მე ახალი ჩამოსული ვარ ისრაელიდან და აი ეს ლიდერული უნარები, რო თუნდაც გავაერთიანო ადამიანები საერთო ხედვის გარშემო და შევკრიბო ადამიანები და ერთად ვამუშაო და შევკრა გუნდი, ავიღო პასუხისგებლობა თუნდაც ყველა ღამის კლუბის წინაშე და მათ მეპატრონების წინაშე, მე ვიღებდი პასუხისგებლობას, მე ვანაწილებდი სამუშაოს და მერე რაღაცნაირად ეს ყველაფერი ვითარდებოდა იმათ რომ მე ვიზრდებოდი როგორც ლიდერი, ოღონდ მაშინ ეგ სიტყვები არ მესმოდა საერთოდ მათი მნიშვნელობას ლიდერი ვიცოდი რა არის. აი ეს ანგარიშვალდებულება, პასუხისგებლობის აღება, დადებული პირობის შესრულება, აი ეს ყველაფერი თითქოს აი 19 წლიდან შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. მე კლუბურ ცხოვრებას მალევე გავეშვი, იმიტომ რომ მე დღისით ვერ ვიძინებდი და ღამე რო ვათენებდი დღისითაც ვერ ვიძინებდი და მოკლედ ნევროზამდე მივედი საბოლოო ჯამში და მე გადავერთე რადიო სფეროში მაშინ 90-იანებში ძალიან მოდაში იყო რადიოს მოსმენა, უამრავი ნიჭიერი ადამიანი მოვაწეობდა რადიოში, მე დავიწყე რადიო ასექვში, ცხონებელ ზურა ჭელიძესთან და ფანტასტიკური გუნდი იყო და დღემდე მყავს მეგობრები მაგ რადიოდან და მე გადავედი აუდიენციაში, მანდაც ვაშენებდით რადიოს რადიო აუდიენცია ვაშენეთ, მე გავხდი პროდიუსერი, როდესაც პირველი ჩემი გადაცემები გავყიდი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. მე დავიწყე წამყვანად რადიოში. შესაძლოა ეს მიკროფონი, შტატივი, სტუმარი, ეს ყველაფერი არ არის ჩემთვის ახალი გამოცდილება. მე ეს გამოცდილება პირველად შევიძინე რადიოში, როცა რადიოში მოვაწეობდი და გადაცემები მიმყავდა 20 წლის წინ, წარმოიდგინე 20 წლის წინ ამბავს ყვები. არა 20 ну თითქმის უკვე 30 რა ის 30 წლის წინანდელ ამბავს ყვები საშა 30 წელი გავიდა წარმოგიდგენია 30 წელი ხო 30 წელი გავიდა არა და მართლა ეგრე არის მეც მაქვს შეგრძნება რომ ეს სულ რაღაცა 5 წლის წინანდელი ამბავია და სხვათა შორის მაქვს შეგრძნება რომ ვერ ვატყობ ასაკს და ზოგჯერ რაღაცა ისტორიებს რო ყვები და რომ მიზის წინ 25 წლის ადამიანი და მე 30 წლის წინანდელ ისტორიას უყვები თითქოს გუშინ წინ მოხდა და ესეთ გაუცებულ სახეს რო ხედავ ხვდები რომ ეს ადამიანი რაღაცა მომენტში მოდის ის გააზრება რომ შეიძლება ისეთ ისტორიას უყვები რომ ეს ადამიანი დაბადებულიც კი არ იყო მაშინ როცა მე ამ პროექტს ვაკეთებდი და ხო ეგ ძალიან საინტერესო შეგრძნება არის ხო და მე რო დავიწყე ჩემი გადაცემების გაყიდვა და ძალიან მაგრა გამომდიოდა და ყველა ჩემი გადაცემა იყო დასპონსორებული და მე შემომთავაზეს რომ სხვის გადაცემებსაც ხوار გაყიდიდი მე ვთქვი კი გავყიდი სიამოვნებით მაგრამ აი პატარა მოდიფიკაცია გადაცემის უფრო სპონსორზე მორგება აი რაღაც დავიწყე სხვა წამყვანებთან ერთად მუშაობა პრაქტიკულად პროდიუსირება და მათი გადაცემის გაყიდვა და იგიც ძალიან მაგრა გამომივიდა და მე უკვე აუდიენცია მომცა საშუალება რომ რა მანქანა მომცეს უკვე გაყიდვებში აქტიურად ჩავერთე და რეალურად ჩემში უკვე ვითარდებოდა ეს მოლაპარაკებების უნარი, კომერციული აზროვნება, სპონსორთან ლაპარაკი, გაგება, რა ჭირდება, რა საჭიროებები აქვს, როგორ შეიძლება ეს საჭიროებები ინტეგრირდეს კონტენტში. მე რადიო გადაცემა იყო, ეგ ხო კონტენტია, დღეს კონტენტი ერთის ქროვა არის, მაგრამ მაშინ სხვანაირი კონტენტი იყო, მაგრამ საჭიროებები ხო, საჭიროებებად რჩება. სინამდვილეში ტექნოლოგიები ცვლიან არასაჭიროებებს, ტექნოლოგიები ცვლიან ფორმას როგორ იქნება სპონსორის საჭიროებები დაკმაყოფილებული და მაშინ სხვანაირი ფორმები იყო დღეს სხვანაირი ფორმები დღეს TikTok-ის სამყაროში ცხოვრობ ჩვენ და ვეძახი რომ რავი სამწამში თუ შენ ადამიანი არ დახუკე მორჩა ამბავი არაფერს დანარჩენ შენსაც არ მოусმენს ხო არც უყურებს და ეს ყველაფერი დაიწყო განვითარება მან და ეს მოლაპარაკებები სპონსორებთან ურთიერთობა კომერციული აზროვნება ეს ყველაფერი დაიბადა ჩემთვის რადიოში და მე რადიოებთან ერთად
პრაქტიკულად გავიზარდე მე დავიწყე რადიოების ფორმატების წერა, ვიყავი კონსულტანტი, ვიმუშავე ძალიან ბევრ რადიოსთან, განსაკუთრებით მეგობრობდი მეტრომედია რადიოსთან, ფორტუასთან, ფორტუნა პლუსი, არ დაიდარდო, მან უამრავი ჩემი მეგობარი მუშაობს დღემდე და დიდი მოკითხვა მათ და მოკლედ 10 წელი ჩემს ცხოვრებაში იყო რადიო თავისი, გაშვებით, ნულიდან შექმნით, ფორმატების შექმნით, დაპროგრამებით, ეს ყველაფერი იყო ჩემს ცხოვრებაში და მოვიდა ტელევიზიის ეპოქა, როდესაც ტელევიზია, უკვე ტელევიზიისკენ დაიძრა ხალხი და შუქი მოვიდა ქვეყანაში და ვაზუსტებ და როდესაც შუქი მოვიდა ქვეყანაში, მასიურად რადიონანა ძალიან ბევრი ტალანტი გადაბარგდა ტელევიზიაში და ალბათ ეგეთი გზა მეწერა მეც ახლა ამ ტალღას რო გავყოლოდი. მაგრამ მე ამ ტალღას არ გავყევი და სულ სხვა ეპოქა მოვიდა ჩემს ცხოვრებაში, როდესაც მე ვნახე პირველად ხარისხიანი ქართული რეკლამა. და რომელი რეკლამა იყო ის, რომელმაც ასე გაგაოცა და საბოლოო ჯამში გადაგახვევინა გზას, რომ შენ თითქოს ორგანული ზრდა გაგეცადა ტელევიზიისკენ, სადაც ყველა შენი კოლეგა და მეგობარი წავიდა და მიგრირდა და შენ ამასობაში აღმოჩნდი რეკლამის სამყაროში. ის რეკლამა საშა, რომელზედაც მე შენ გიყვები, არის იმედიელის რეკლამა ადამიანი საქანელაზე. ძალიან ცნობილი რეკლამა არის სარკის, რომელმაც ძალიან ბევრი საერთაშორისო პრიზი მიიღო საერთაშორისო ფესტივალებზე და მე ეს რეკლამა რომ ვნახე, შენ რომ მიხვდე დაახლოებით როგორი სიტუაცია, მაშინ ტელევიზიაში გადის ანუ მცხოვრი რეკლამები, რაღაცა Colgate-ის, რაღაცა Ariel-ის ნათარგმნი, Procter & Gamble და რაღაც კომპანიების ბრენდების, რომელიც არის ადაპტირებული და ქართული რეკლამა არის რაღაცა განცხადებები, მორბენალის ტრიქონივით, ან რაღაცა ხალიჩაზე რაღაცა ტიტრები გადის. აი იყო ქართული რეკლამის უმეტესობა მაშინ. და აი ეს რეკლამა იყო აი როგორი იცი გამონათება იყო ძალიან დიდი, აი თითქოს იყო გარღვევა რა, აი ალბათ ყველაზე სწორი სიტყვა იქნება გარღვევა და მე თავიდანვე ვთქვი, რომ მე ამის მონაწილე მინდა რომ ვიყო, აი არ ვიცი, ეს ამბავი მოყოლილი, რეკლამაში ძალიან მომეწონა რა, იცი, რომ აი 30 წამში მოყოლილი ამბავი, ხო? და აი ესეთი ვაკონური და სადღაც გულის სიღრმეში ალბათ ვიყავი ეს სტორითელერი, ხო? ანუ ამბის მომყოლი და აი ეს რეკლამა შეუძლია ასეთ მოკლე დროში მოყვეს ამბავს, იმ მომენტში ჩემთვის გამოიყურებოდა ძალიან მომხიბლელა და მოკლედ ჩავიფიქრე, რომ სარკის ბიჭები აუცილებლად უნდა გავიცნო, ეგრეც მოხდა შემთხვევით, აი ეს შემთხვევით. შეხო იცი რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, ხო იცი? და მასია, ასე შემთხვევით მოხდა მერაბსანოძემ, სანომ გამაცნო სარკის ბიჭები, რომელსაც მაშინ კლუბი ჯოის მენეჯმენტში იყვნენ, მე შევხვდი ჯოიში, გამოველაპარაკე. შენ სანომ წაგიყვანა სარკისში, შეგრევე დავნიშნე, შეხვედრა, მაშინ ოფისი ჰქონდათ რიგის ქუჩაზე, მივედი, პატარა ოფისი იყო, family business-ი იყო, სადღაც 8-10 კაცი მუშაობდა. პირველი ოფისი რიგაზე იყო, მე მახსოვდა პავლოვზე იყო და მართალი ხარ, რიგაზე იყო პირველი ოფისი. მალევე გადავიდა სარკე რიგიდან პავლოვის ოფისში. და როგორც კი დავჯექი სასაუბროდ კობასთან, ლევანთან, რეზოსთან, ბიზნესთან, აი ამ ხალხს როგორც კი შევხვდი, მომენტალურად მქონდა შეგრძნება, რომ ამ ხალხს ვიცნობ. აი არ ვიცი, მათაც ჰქონდათ ალბათ ეგეთი შეგრძნება. აი მომენტალურად რაღაცამ დაკლიკა ჩვენ შორის და მაშინ დაიწყო 10 წლიანი, თითქმის 10 წლიანი მოგზაურობა სარეკლამო კომპანია სარკეში. სადაც გეტყვი, რომ აი არ ვიცი, იმიტომ რომ პირველი იყო, იმიტომ რომ ყინულის გამჭრელი იყო, იმიტომ არ ვიცი რა მიზეზები არის, მაგრამ სარკე იყო უზარმაზარი სკოლა ჩემთვის, იმიტომ რომ მე მივედი ჩამაბარეს კლიენტების პორტფელი, მე კლიენტების პორტფელი გამეზარდა, მე გავხდი კლიენტ სერვის დირექტორი, მე გავხდი კრეატიული დირექტორი და სარკის პირველი კრეატიული გუნდი
ჩამოყალიბე ბახიეკ სტუდიას ანვითარებდა მაჩვის კრეატივში და სტრატეგიაში იყო ჩართულას კლიენტები მას მიყავდა რეზო კონსალტინგს აშენებდა ბიზინა ბილბორდებს არჭობდა მოკლედ ყობაც რაღაცა ძალიან ესეთ ენერგეტიკულ დიდ ველს ქმნიდა მოდი ესე ვთქვა და საერთოდ ყობა მოიყვანა სახელმწიფო როგორც უზარმაზარი დამკვეთი და სხვათა შორის რავი ყველაზე მეტად მე მახსენდება ეს იყო პრაქტიკულად სარეკლამო ბიზნესში შეიძლება ითქვას დიდი ავიაცია ისეთი პროექტების გაკეთება როგორიც არის ქართული ჯარი როგორიც იყო ქართული პოლიცია გადაიხადე გადასახადები როგორიც იყო იუსტიციის სახლი მომსახურების სააგენტო Invest in Georgia საქართველოს შეფუთვა ტურისტული მიმართულებით Summer in Georgia Visit Georgia რომელიც ჩამოგითვალო ანუ რეალურად სარკე მომცა შესაძლებლობა რომ ყველაზე დიდ პროექტებზე მემუშავა ქვეყანაში და რაც ყველაზე მთავარია სარკე არასოდეს არ იყო კლასიკური საკომუნიკაციო სააგენტო სარკე იყო მარკეტინგული კომპანია და რეალურად მარკეტინგი მასწავლა იმიტომ რომ სარკე ფიქრობდა ყოველთვის ყოველთვის ძალიან უკვირდა ხალხს რანაირად მოხდა რომ ამ სააგენტომ თითქმის არცერთი ტენდერი არ წააგო თავის არსებობის განმავლობაში მე არ მახსოვს ყოველ შემთხვევაში წაგებული ტენდერი რანაირად და ძალიან მარტივად არსებობდა ძალიან მარტივი პრინციპი და წესი დაპირდი ნაკლები და ნაკლებს და გააკეთე მეტი ეგ სხვათა შორის ჩემი მოტოდ გადაიქცა ცხოვრებაში რომ რაც შეიძლება ნაკლები დავპირდე ადამიანს და რაც შეიძლება მეტი გავაკეთო შეიძლება წაიღოთ ეგ პრინციპი ცხოვრებაში და ნახეთ როგორ იმუშავებს არა მარტო ბიზნესში ეგ იმუშავებს პირად ცხოვრებაშიც სამეგობროშიც სახლშიც საკუთარ თავთანაც ყველგან იმუშავებს და რაც თავარია რისი ზამარლიერი ვარ სარკის ეგ ორი რაღაცა არის და რამაც შეიძლება პოდკასტში თავისთავად მეხმარება აი ეს პრინციპის თუნდაც დაპირდი ნაკლებს და გააკეთე მეტი ყველაზე მთავარი არის ის რომ სარკემ მომცა მარკეტინგული ცოდნა მე რეალურად მარკეტინგის სარკეში ვისწავლე მიუხედავად იმისა რომ მანამდე რადიოში გაყიდვებშიც ვიყავი და სპონსორებიც მომყავდა და ძალიან ბევრ რაღაცას ვაკეთებდი მაგრამ ეს სისტემურად რომ სარკემ შემომიტანა აზროვნება რომ მოდი პროდუქტზეც იფიქრე დისტრიბუციაზეც იფიქრე მომხმარებელზე ხო იფიქრე და იფიქრე შეფუთვაზე იფიქრე სახელზე იფიქრე აი ყველაფერი და მე სულ ამბობდი რომ ძალიან მაგარი არის ბრიფი რომელიც არ გაწოვინებს თითიდან კომუნიკაციას ან თუ შენ თითიდან წოვ კომუნიკაციას ასე ვეძახდი და იციან ჩემი მეგობრებმა ეგ ტერმინი თითიდან წოვ არას ნიშნავს ეს ნიშნავს რომ არაფერი განსხვავებული არ აქვს ანუ არაფერი განსხვავებული ოფერი არ გიდევს და როდესაც ოფერი არის განსხვავებული ან განსხვავებული არის შეფუთვით დისტრიბუციით პროდუქტის იდეით მომსახურებით customer experience-ით რაღაცით რო არის განსხვავებული მაგის კომუნიკაცია ძალიან ადვილი გასაკეთებელია რა იმიტომ რომ ნუ კრეატივით უკვედებს ამ პროდუქტში ან შეფუთვაში ან სამხმარებლო გამოცდილებაში რაღაცაში დევს უკვე კრეატივი და ამიტომ კომუნიკაციის გაკეთება საკმაოდ ადვილია და რომ არა სარკე ალბათ მე ვერ გავბედავდი რომ რავი საქართველოს ბანკის მარკეტინგის დირექტორად წავსულიყავი თუმცა ჩემ დროს მაგ პოზიციას ოდნავს ხონაირად ერქვა მაგრამ და ალბათ ის რომ მე მარკეტინგულად ვაზროვნებ ეს მეხმარება თავისთავად პოდკასტის შენებაში იმიტომ რომ ხედვა რანაირი უნდა იყოს პოდკასტი ვიზიარი გათვლილი ვინ არის უნიკალური აუდიტორია რა ღირებულებას თავაზებ ამ აუდიტორიას ეს ყველაფერი თითქოს იქიდან მოდის ეს ყველაფერი და როცა სტუმარს უჯდები ზუსტად ვიცი რა სამყარო მინდა შევთავაზო სტუმარს და რეალურად მივცე მას თვით გამოხატვის თავისუფლება რომ მაქსიმუმ მე ძალიან ბევრჯერ მომისმენია კომენტარი სტუმრის რომელსაც ხოთა შორის ადრე ვეკითხებოდი სტუდიის გარეთ ეხლა დავიწყე სტუდიაში კითხვა რომ როგორი იყო პოდკასტური გამოცდილება შენთვის ანუ კაცმანის პოდკასტში რომ მოდიხარ როგორი იყო პოდკასტური გამოცდილება და ძალიან ბევრი ადამიანისგან მიმიღია უკავშირი რომ ინტერვიუს მეტი რა მიმიცია მაგრამ ასეთი თვით გამოხატვა არსად არ მქონიაო და ეგეთ უკავშირი მივიღე ძალიან ბევრისგან და ეგ ძალიან მამოტივირებს ეგ ძალიან შთამაგონებს მამოტივირებს გულს მიჩუყებს და მინდება რომ კიდე უკეთესი გავაკეთო და კიდე გავიზარდო და კიდე უკეთესი სივრცე შევთავაზო
ჩემს სმენელს. და მეორე გამოცდილება, რისთვისაც სარკეს უმადლი ვარ, არ არის მარტო უზარმაზარ ბრენდებთან მუშაობა, რომელთანაც მომიწია მუშაობა. მეორე არის გაკოტრება. უმადლი სარკეს, იმიტომ რომ თუ ადამიანმა უნდა გაიაროს გაკოტრება, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ადამიანმა ეს გაიაროს ისეთ ასაკში, რომ მოასწროს ფეხზე დადგომა და მე გავიარე ეგ პროცესი ჩემ მეგობრებთან ერთად 30 წლის ასაკში და ჩემი აზრით კრიტიკული იყო ამ გამოცდილების გავლა, იმიტომ რომ გადაფასება მოხდა ჩემში ბევრი რაღაცის, ძალიან მძიმე იყო გამოცდილება, დანარცხება იყო მტკივნეული, მით უმეტეს ესე მაღლა რომ მიფრინავ, რაც უფრო მაღლა მიფრინავ, მით უფრო მტკივნეულად ვარდები. და ეს გამოცდილება ჩემთვის იყო ძალიან ბევრი ტკივილის მომტანიც, მაგრამ ამავე დროს ძალიან ბევრი გაკვეთილების მომტანიცო, თუნდაც გადამეფასებინა ჩემი დამოკიდებულება ბიზნესთან, გადამეფასებინა ჩემი დამოკიდებულება ფულთან, პასუხისგებლობასთან, გადამეფასებინა ასევე რომ არ შეიძლება განსხვავებული ბიზნესების ასე ჩადება ერთ კალათში და გადაბმა ერთმანეთზე, როგორც ჩვენ მობი გადავაბით სარკეს და ასე შემდეგ. და საბოლოო ჯამში ალბათ გაკაჟება იქნება ყველაზე სწორი სიტყვა, იმიტომ რომ გავკაჟდი, იმიტომ რომ გაკოტრება არის იმდენად პროცესი, ეს არის იგივე რომ ქუჩაში შიშველი გაგაგდონ 40 გრადუსიან ყინვაში. აი გაკოტრება მაგას გავს, დაახლოებით მეტაფორულად რო გადმოვცე და რო გადავრჩი მანდ და გამოვედი მაგ გამოცდილებიდან, გავკაჟდი და მივხვდი რომ რაც არ უნდა მოხდეს და გაკოტრება უკიდურესი ფორმაა, ხო, როდესაც შეიძლება ბიზნესში კონდეს. აქედანაც არის მოტრიალება და აქედანაც არის გაკვეთილი და აქედანაც არის გამოსავალი და აქედანაც შეიძლება გამოხვიდე უფრო გაზრდილი, უფრო გააზრებული, უფრო მეტი გამოცდილებით და მეტი შემართებით, რომ შემდეგ ჯერზე უკეთესი გააკეთო. კაცმანის პოდკასტების გუნდის კომფორტულ და უსაფრთხო ადგილებას უზრუნველყოფს განახლებული Mitsubishi Outlander-ი. დაასკანერი QR კოდი ან გადადი ბმულზე და მიიღე Mitsubishi Outlander-ზე მხოლოდ კაცმანის პოდკასტის მსმენელებისთვის შექმნილი ექსკლუზიური შეთავაზება. Mitsubishi Outlander-ი, ადეკვატური ფასის და იაპონური გამძლეობის სინთეზი. და შემდეგი ეპოქა საშა შენ ცხოვრებაში მოდის ბანკი და მაინტერესებს აი ის რაც სარკიდან გამოიტანე, აი ამ გაკოტრებიდან, ამ გამოცდილებიდან რაც სარკემ მოგცა, როგორ შეძელი ამ ცოდნის ინტეგრირება საბანკო გამოცდილებაში და რამდენად გამოგადგა ეს ყველაფერი, როდესაც ბანკში მიხვედი და მარკეტინგის დირექტორის პოზიციაზე დაინიშნე. სარეკლამო კომპანიაში მოღვაწეობის დროს, ჯერ საქართველოს ბანკი ჩვენი კლიენტი იყო, როგორც ბევრი სხვა ბანკი ამ ქვეყანაში და საერთოდ ძალიან ბევრი კომპანია სხვადასხვა ინდუსტრიიდან. მაგრამ როგორც რეკლამშიქს, მოდი ესე ვთქვათ, მე მქონდა ეგეთი ოცნება, რომ მე ძალიან მინდოდა და სულ ვიმეორებდი, რომ როდის გამოჩნდება ჩვენს ცხოვრებაში ჩელენჯერი კლიენტი. აი ჩელენჯერი არის გამომწვევი კლიენტი, რომელიც გზრდის, კლიენტი, რომელიც გაბედულია საკმარისად, რომ გაგაკეთებინოს გაბედული კამპანიები და კლიენტი, რომელიც არაფერზე არ იხევს უკან. და აქვს ბიუჯეტი, რომ ეგენი ყველაფერი აკეთოს. ეგ არის გამომწვევი კლიენტი. და სხვადასხვა ვიმეორებდი ამას და ბოლოს მივხვდი ეგეთ რაღაცას, რომ თუ გინდა ეგეთი ჩელენჯერ კლიენტი, მოდი რა შენ თვითონ იყავი ეგეთი რა, ნუ ელოდები სამყაროსგან, რომ სამყარო გამოგიგზავნის, გინდა ეგეთი კლიენტი, გახდი შენ თვითონ. სხვადასხვა იგივე დამემართა პოდკასტზეც. მე ვიმეორებდი, რატო არ არის ბიზნეს პოდკასტი, კაი ბიზნეს პოდკასტი, ეს კიდე ბანკში დავიწყე ამაზე ფიქრი და ამდენი წელი ეგ ნიშა იყო თავისუფალი და ბოლოს ისევ როგორც მაშინ უთხარი ჩემ თავს, რომ თუ გინდა რომ ეგეთი არსებობდეს, წადი და გააკეთე, რას ელოდები. ეგ თვისება მაქვს მე ზოგადად, რომ როცა ვხარშავ ჩემში რაღაცას და მე ჯერ ველოდები, მე ჯერ წუწუნებ, რომ რა ბაზარზე არის ნიშა და რატო ვერავინ ვერ იკავებს და რატო არავინ არ აკეთებს და რაღაცა მომენტში ვეუბნები ჩემ თავს, რომ ბიჭო, თუ გინდა წადი და გააკეთე რა, ნუ წუწუნებ და შენ თვითონ შექმენი
თუ ამის გამბედაობა გეყოფა. და ბანკში წავედი ზუსტად ამ მიზეზით და მე ძალიან მაგლიერი ვარ საქართველოს ბანკის, იმიტომ რომ ალბათ მარკეტინგულ ჩემ კარიერაში ეს იყო პიკი, სარკე იყო ცალსახად ტრამპლინია მისთვის, მე ცალკე სარკესაც დავარქმევდი როგორც 10 წლეულს, იმიტომ რომ თუ რეკლამაში მოღვაწეობ, ალბათ სარკეზე დიდი პლატფორმა არც არსებობდა მაშინ ქვეყანაში და საქართველოს ბანკში მისვლა იყო კიდე ცალკე თემა, იმიტომ რომ პირველად შევეხე ცხოვრებაში ტრანსფორმაციას, მაშინ ეგ სიტყვა არც ვიცოდე, რას ნიშნავს, ეს მოგვიანებით ესე რაღაცა მოვლენები რო ხდება ჩემს ცხოვრებაში, მე ვარქმევ სახელებს, იმიტომ რომ რეტროსპექტიულად ვარქმევ, იმიტომ რომ ზოგჯერ მოვლენა რო ხდება და ინტუიტიურად რომ მოქმედებ, არც ვიცი რას ვაკეთებ და მე წლები გადის და მე ხვდები რა გავაკეთე. ალბათ თქვენთვისაც მაყურებლისთვისაც ნაცნობი იქნება, როდესაც რეტროსპექტიულად იყურები უკან წარსულში და მე რაღაცა სახელებს არქმევ იმას, რაც გააკეთე. ზუსტად ეგ იყო. მე მომიწია ორი ტრანსფორმაცია საქართველოს ბანკში, ერთი მე რომ მივედი, მე დამხვდა პრაქტიკულად მარკეტინგის სამსახური, მარკეტინგის და PR-ის სამსახურის უფროსი ვიყავი თუ დეპარტამენტი და მე გუნდთან ერთად და სალსახად აგზან მაგლიერი ვარ ჩემი გუნდის, მისთან ერთად ეს ტრანსფორმაცია გავაკეთე, ჩვენ დავატრანსფორმირეთ კომუნიკაციაზე ორიენტირებული მოდი ესე ვთქვათ, ბიზნეს მიმართულება გადავაქციეთ რეალურ მარკეტინგად. ანუ გადავაქციეთ რას ნიშნავს, რომ აქტიურად ჩავებით პროდუქტში, პროდუქტის ინოვაციაში, შევიმუშავეთ მულტიბრენდული სტრატეგია საქართველოს ბანკის, საქართველოს ბანკი დღეს ოპერირებს, ცალკე აქვს სოლო, ცალკე ქონდა ექსპრეს ბანკი, ხა ექსპრეს ლომბარდად გადაკეთდა, ცალკე საქართველოს ბანკი და ცალკე wealth management-ის, ანუ დაგროვილი ქონების ესე ვთქვათ პრივატ ბანკი და ვარქვათ ესე პრივატული ბანკი ძალიან პატარა, რომელიც არის თავისუფლების მოედანზე. და საბოლოო ჯამში ის კამპანიები, რომელიც ჩვენ ვაკეთეთ საქართველოს ბანკში, გარდა იმისა, რომ პროდუქტები განავითარეთ და გარდა იმისა, რომ ტრანსფორმაცია გავაკეთეთ, მე ძალიან უმაგლი ვარ საქართველოს ბანკს, იმიტომ რომ კამპანიები რაც გავაკეთეთ, რავი, დღესაც მაშინ ისეთი პერიოდი იყო, რომ სინამდვილეში არც ვიცოდით, მაგალითად კანის ფესტივალზე როგორ შეგვეტანა რეკლამა, აი ამის ცოდნაც არ იყო, რომ ფესტივალში მიგვიღო მონაწილეობა და დღეს მიხარია, რომ ქართული სარეკლამო კომპანიები და საერთოდ კომპანიები გადიან საერთაშორისო ბაზარზე და იგებენ პრესტიჟულ ფესტივალებს. მაშინ ამის ცოდნაც არ იყო, ელემენტარულად გეტყვი და ის რაც გავაკეთეთ, თუნდაც ის, რომ Orange Santas სერიალი, ყველაზე გრძელი სარეკლამო სერიალი ვმართეთ ქვეყანაში, გავაკეთეთ საქვემოქმედო ფონდი, სიცოცხლის ხე, გავაკეთეთ კამპანია Lovebook-G, სადაც ხალხი ათასობით ვიდეოს გვიგზავნიდა user generated, პირველი user generated, ანუ მოხმარებლის მიერ გადაღებული, გამოგზავნილი კონტენტის კონკურსი იყო. როგორც იყო Best of Georgia, მაგალითად ხალხმა რო ფოტოები გამოგვიგზავნა სამოყვარულო და ჩვენ მერე აეროპორტის ხიდები რო გავაფორმეთ. რამდენი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო იმ უნიკალური კამპანიებისა, რომელიც საქართველოს ბანკში გავაკეთეთ და მადლიერი ვარ ამ ბანკის, რომ გამბედაობაც იყო, ბიუჯეტიც მომცა, ძალიან მაგარი ჯარი დამაკომპლექტებინა და საბოლოო ჯამში ტრანსფორმაცია გამაკეთებინა წმინდა საკომუნიკაციო აზროვნებიდან ბიზნეს აზროვნებაზე. მე ამას ყველაფერს მოყვა საშა დაწინაურება, ანუ მე ჩამაბარეს მეორე ფუნქცია, მომწეს HR-ი, ალბათ იფიქრეს, რომ ჯერ ეს კაცი რამენერე დავაწინაუროთ და რა ფუნქცია მივცე და მე მახსოვს მითხეს, რომ შენ ადამიანები ძალიან გიყვარს და მაგრა გესმის ადამიანებისო, ხوار გეცნობათ არაფერი პოდკასტში რაც ხდება, გიყვარს ადამიანები და უღრმავდები და მოგწონსო ამას მარკეტინგულად ხედავდნენ, რომ ვაკეთებდი და მე მითხეს, რომ მოდიო შენ HR ფუნქცია აიღე და ასევე დაატრანსფორმირე და გაახადე ბიზნეს ფუნქციად და ეგეც სასწაული იყო, იმიტომ რომ გადავხდი რაღაცა სფეროში, რომელიც საერთოდ არ ვიცოდი და მე სხვათა შორის
მაგ კუთხით მახასიათებს ესო ხო გადავხვდები და მე ვიწყებ გარკვევას რა უყო ხა ამას ყველაფერს დავთანხმდი ამ პასუხისგებლობას გავხდი HR დირექტორი მთელი საქართველოს ბანკის ჯგუფი ამითი გავხდი რეალურად სუპირველი პრეცედენტი შეიქმნა საქართველოში როდესაც კომუნიკაციის მარკეტინგის გაყიდვებიდან და PR-დან ადამიანი გახდა ასეთი ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი და ეს იყო პრეცედენტი ქვეყანაში რომ მარკეტინგი HR-ი არის ღირსი ფუნქცია, ანუ ბიზნესმა დააფასა ფუნქციაც და ადამიანიც და გუნდიც საიმისოდ რომ ვიცე-პრეზიდენტის სტატუსი მიცეს და ეგ რეალურად ეგეთი პრეცედენტები საქართველოში არ იყო ჯერ და შექმნა საქართველოს ბანკმა იქ პრეცედენტი, რისთვისაც ასევე მადლიერი ვარ და მეორე ტრანსფორმაცია გავაკეთე, HR-ის ტრანსფორმაცია ადამიანურ კაპიტალად. ანუ ისეთი ცვლილებები გავაკეთეთ ტრეინინგ ცენტრიდან დაწყებული რეკრუტინგი, employee branding-ი, რომელი დავასახელო, ანუ რეკრუტინგი, ანუ ტალანტების მოძიება, employee branding-ი ნიშნავს ბრენდის შექმნა თანამშრომლებისთვის, საერთოდ თანამშრომლების ჩართულობის სამსახურის შექმნა, შიდა კომუნიკაციის გამართვა, შიდა კონკურსები იმართებოდა. ანუ ჩვენ ვამბობდით თავი რაღაცას, რომ ბრენდი ჯერ უნდა მიყიდო თანამშრომელს და მე ბედნიერი თანამშრომელი ჩართული თანამშრომელი მიყიდის ბრენდს უკვე ხალხს, იმიტომ რომ ყველა თანამშრომელი ინსაიდერია და ძალიან მაგარია თუ ქართული კომპანიები იაზროვნებენ ეგრე, რომ ყველა თანამშრომელი არის ინსაიდერი და რანაირი რეკლამაც არ უნდა გააკეთოთ, იქ შიგნით ვიღაცა ნაცნობი რომ მუშაობს, იმასო დაიკითხებიან და კითხავენ რანაირი კომპანია არის ეგ, მაგ წყარო არის ყველაზე სანდო. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ბრენდის მიყიდვა თანამშრომლებზე და თანამშრომლების ჩართულობა და მოტივაცია და გულანთებულობა საკუთარი ბრენდის მიმართ. და ჩვენ ეს ყველაფერი განვახორციელიათ 2019 წლამდე ვაკეთეთ ეს ყველაფერი ერთად და მე რეალურად შემიძლია გითხრა, რომ საქართველოს ბანკმა მომცა აი დიდი ავიაციის შეგრძნება, რაც სარკეში მე დიდ ავიაციაში ვიყავი, მაგრამ უფრო მეტად მომსახურე, ანუ ვენდორი ვიყავი, ანუ მომსახურე სააგენტო ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდ ტიპებთან მიწევდა ურთიერთობა, მათ შორის როგორც ბიზნესის დონეზე, ისე სახელმწიფო დონეზე, ანუ მე არ მიკვირდა დიდ ტიპებთან ურთიერთობა და არც მაგათთან, მოდი ესე ვთქვათ, საქმის კეთება, მაგრამ საქართველოს ბანკი თვითონ იყო ეგეთი დიდი ტიპი და ამიტომ ამხელა კორპორაციაში აი ის კორპორატიული კულტურა, კორპორატიული მართვა, კორპორატიული სისტემების გააზრება, აი ამ სისტემებისთვის ხელის მოკიდება და მათი ტრანსფორმირება უფრო ეფექტურ სისტემისკენ, უფრო მიზანზე ორიენტირებული სისტემისკენ, უფრო მეტად შედეგზე ორიენტირებული სისტემისკენ. აი ეს არის რაც მე მომცა საქართველოს ბანკმა და ამიტომაც მოდი ეგეთ რაღაცას გეტყვი. საქართველოს ბანკის ჯგუფი ნავ ინდუსტრია არ იყო, სადაც საქართველოს ბანკი რაღაცა ფორმით მოთამაშე არ იყო, ან ინვესტორი იყო, ან სესხის გამცემი იყო, ან რაღაცა იყო. დღეს სამეწარმოებო პოდკასტში ვინც არ უნდა მიჯდებოდეს, მე რეალურად მისმის ბიზნესი, მისმის როგორ სუნთქავს ბიზნესი, მისმის ბიზნეს მოდელი რა არის, მისმის სტრატეგია რა არის. მესმის ხედვა რა არის, მესმის შედეგიანობა რას ნიშნავს, მარჟიანობა რას ნიშნავს. ეს ყველაფერი მესმის გავლილი მაქვს და სხვადასხვა მადლობა ბანკს კიდიც რისთვის ესე ფულის თვა არავინ არ იცის. და სხვადასხვა იმიტომ რომ სარკე გაკოტრდა, ალბათ ბანკი მჭირდებოდა ყველაზე მეტად რომ ფულის პატივისცემა მესწავლა და ფულის პატივისცემა როგორც ბანკში იციან, არ მგონია რომ რამე ორგანიზაცია არსებობს, სადაც ფულის პატივისცემა ეგრე იციან, თვლაც, პატივისცემაც, გადადებაც, ხარჯვის დისციპლინაც, პერმანენტული ყურება, გააზრება, რისკის დათვლა და ასე შემდეგ. და ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ მაგ ორგანიზაციის. და დღეს ეგ მაძლევს უკვე შესაძლებლობას, იმიტომ რომ მე ვემუშავებოდი ალდაქსაც, ვემუშავებოდი რაღაცა დოზით ევექსას, ვემუშავებოდი GPC-საც, ვემუშავებოდი ბანკს ხო თავისთავად ლიზინგსაც და უამრავ ბიზნეს მიმართულებას ემკვადრაც და რავი, რომელი ჩამოვთვალო კიდე, სადაც მე CEO-სთან ერთად გავდიოდი აი ამ
აი ამ მთავარი ბიზნესის მდგენელებს და ამ მდგენელების შედგენაში ღებულობდი მონაწილეობას განვითარებაშიც და მხარდაჭერაშიც და აქედან გამომდინარე დღეს ვინც არ მიზის მე შემიძლია რაღაცა დონეზე გასაგებია რომ მე ესეთი სიღრმესეული ცოდნა ინდუსტრიის შეიძლება არ მაქვს და რაღაცა ინდუსტრია ბოლომდე არ მესმოდეს დეტალებში მაგრამ ზოგადი სურათი შემიძლია კარგად შევიქმნა წარმოდგენა და ამ სურათიდან გამომდინარე დაუსვა კითხვა რომელიც მისცემს შესაძლებლობას რესპონდენტს რომ მომცეს უკვე თავისი ხედვა თავისი რენდერი ამ რეალობის რომ მე რეალურად უკვე შევეხო მის რაღაცა ბიზნეს კომპონენტებს ხედვა როგორია აქვს სტრატეგია როგორია აქვს ადამიანებს როგორ არჩევს ლოიალურობას როგორ უზრუნველყოფს ადამიანების მოტივაცია ფინანსურია თუ არაფინანსურია აი ეს ყველაფერი მომცა მაინც დიდმა ავიაციამ და რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ და შესაბამისად აი ეს პირველი ტრანსფორმაციებიც რომელიც მოხდა უკვე ჩემს ცხოვრებაში ოღონდ არ ვიცოდი მაშინ რომ ამას ტრანსფორმაცია ქვია ამანაც უკვე ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემ პიროვნულ ტრანსფორმაციაში რომელიც მე შემდგომ გავიარე და იმის ჩამოყალიბებაში რასაც მე ვაკეთებ დღეს ხო საშა ალბათ ეს კამპანიები რაც შენ ჩამოთვალე მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის მოდი ესე ვთქვათ მთლიანად სარეკლამო და მარკეტინგული ინდუსტრიების განვითარებისთვის ხო ისე რაღაც ახალი ტერმინი არისო ადამიანური კაპიტალი ანუ ეს HR და კადრების განყოფილება იყო რაღაცნაირად იმდროინდელი აზროვნება და თითქოს ეს ადამიანური კაპიტალი რა არის გამოჩნდა თუმცა ალბათ კაპიტალი თვითონ იდეა ბანკისთვის ძალიან მოსაწონი იქნებოდა რა ანუ იმიტომ რომ კაპიტალი ფულიც არის და ნუ ადამიანური კაპიტალის კაპიტალია იცი რა კითხვა მაქვს საშა ვერ ვითფენ რა ამდენი ამდენი წარმატების შექმნა რაღაცნაირად სახელის ჩამოყალიბება წარმატებასთან ასოცირება კარგი შემოსავალი როგორ თქვია ამაზე უარი რამ გათქმევინა რეალურად ამაზე უარი ანუ როგორ ჩამოხდი ამ მატარებლიდან მე პირდაპირ გეტყვი რომ ძალიან მე მჯერა რომ ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც ასეთ წარმატებულ მატარებელში ზის ცხოვრებისეულად თავისთავად მატარებელს გულისხმობ ამ მატარებლიდან ჩამოსვლას ვერ ბედავს და როგორ მოხდა შენ შემთხვევაში ასეთი სწრაფმავალი წარმატებული მატარებლიდან ჩამოხტობა ძალიან მაინტერესებს ეს კითხვა დარწმუნებული ვარ მაყურებელსაც აინტერესებს ეს კითხვა ესეთი ტიპის ცვლილება რომელზედაც შენ ლაპარაკობ დავესესხები ცოტა ხნის წინ ნახე Will Smith-ის ინტერვიუ და Will Smith-ი ამბობს ეგეთ რამეს რომ დავესესხები რომ იმისათვის რომ ცვლილება მოხდეს ან უნდა დაარტყა ფსკერს ან უნდა არტყა ჭერს ჩემ შემთხვევაში ეს იყო ჭერზე თავის არტყმა ძალიან ტკივნეული იმიტომ რაღაცა კუთხით გულწრფელად რო გითხრა რეალურად საქართველოს შესაძლებლობების ფარგლებში რო შეხედო მე ჭერს ავარწყი ხო ანუ ვიყავი უზარმაზარი ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი ჩემი სფეროს აღიარებული ლიდერი ვიყავი კონსულტანტი რავი არჩევნებში სხვადასხვა პროექტებში უზარმაზარ ბიზნეს პროექტებში და იმ მომენტში ჭერი იყო ეს ქვეყანაში და მიუხედავად იმისა რომ მე მქონდა ფიქრები და აზრები რომ უი საშა შენ ისეთი დიდი და დიადი ხარ აწი კალიფორნიაში ხარ გადასასვლელი და მილიარდიანი სტარტაპი გაქვს დასაწყები რაღაცა კუთხით რაღაცა მოხდა ჩემში რამაც დამაჯერა რომ თლად მასი არ არის პირველ რიგში როდესაც ასეთ სიმაღლეზე ადიხარ თავბრუ გეხვევა რა და შეცდომების დაშვებასაც იწყებ სრიალდები რაღაცებს იმიტომ რომ თავი გონია კიტრად ეგეც არის ისიც გონია რომ შეუცვლელი ხარ და ისიც მინდა გითხრა საშა რომ დროთა განმავლობაში მიხვდები
და მისახვედრი ხარ, რომ არავინ შეუსვლელი არ არის, არც მე, არც შენ, არც სხვა და ყველანი საბოლოო ჯამში ჩანაცვლებადია. და ისიც, რომ შენი მომენტში შეიძლება ისეთ ხოძზე და ისეთ მატორზე იყო, რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, რომელიც შენზე ესე ვთქვათ, დაყრნობილია და გენდობა და რაღაცეები, შეიძლება მათ საკმაოდ მოდი ისე ვთქვათ, მტკივნეული გამოცდილება მოუტანო, იმიტომ რომ იმ მომენტში ისე ვიმეორებ, არაფერი არ აგიჟებს ადამიანს ისე, როგორც ძალაუფლება და ფული და აღიარება. და მაგ წერტილში ძალიან მაღლა რომ იმყოფები, ძალიან ადვილია რომ გაფუჭდე. და ძალიან ადვილია რომ ისეთი თვისებები გამოამჟღავნო, რასაც შეიძლება ადრე არ ამჟღავნებდი. ანუ ზოგადად მე არ ვთვლი, რომ ძალაუფლება, ფული, ან აღიარება, ან პოპულარობა რაღაცას ნერგავს შენში, ის არის არ ნერგავს, მაგრამ ჩვენ ყველას გვაქვს ბნელი მხარეები და იმ ბნელ მხარეებს როგორ თქვა, ტემპერატურას უწევს და ის ბნელი მხარეები, შენი დრაკონები თუ შენი ურჩხულები თუ როგორ დავარქვა, ისინი ამოდიან ზედაპირზე და რაღაცა კუთხით ვეც კი იაზრებ ისეთ რაღაცეების კეთებას იწყებ და ალბათ ეგ წერტილიც უნდა გამიარა იმისათვის, რომ დამსხვრეოდა ეგ ყველაფერი და ცოტა დავფიქრებულიყავი იმაზე, რომ კი, მაგრამ საერთოდ ვინ ვარ მე ამის მიღმა? ანუ მე ვარ, ჩემი წარმატება არ ვარ. მე ვარ, ჩემი აღიარება არ ვარ. მე ვარ, ან საერთოდ ვინ ვარ იმის მიღმა, რაც დამასწავლეს საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე, ადამიანებზე, სიყვარულზე, მეგობრობაზე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, აი ეს ყველა დაჯერება, რომელიც გაგაჩნია იმ მომენტში და რომელსაც გჯერა იმ მომენტში, რომ ჭეშმარიტება არავინ არ აყენებს კითხვის ნიშნის ვეშკი, მაგრამ დედამ რაც მითხრა 5 წლის ასაკში 100-ია თუ არა, მაგალითად დედამ თუ გითხრა, რომ მაგალითად რა მაგალითი მოვიყვანო. ხო, წარმატებას რომ მიაღწიო, ბევრი უნდა იშრომო, მაგალითად ესე დაგასწავლეს. და მე გჯერა, რომ ერთ ადგილას უნდა გაიხი იმისათვის, რომ წარმატება შექმნა და საერთოდ მძიმე შრომით და წვალებით და აი ესე უნდა იშოვო მხოლოდ ფული. მე კი რომ შრომა არ ჭირდება ამას ყველაფერს, მაგრამ რავი, არის ადამიანები, რომლებიც 2-3 საათს მუშაობენ დღეში და ძალიან კარგ ფინანსურ დოვლას ქმნიან, ეგ ერთმანეთთან კავშირში არის. შეიძლება რაღაცა ეტაპზე ცხოვრების და შეიძლება მოუწიათ მაინც ამ ეტაპის გავლა, რასაც მძიმე შრომა, ანუ hard work-ი ქვია. მაგრამ რეალურად დადგა ეგზამინაციის პერიოდი ჩემს ცხოვრებაში 40 წელია დაახლოებით, იმ წერტილში როცა ვარ, 40 წლის ვარ და იდეალური ასაკი არის, როგორც რავი იუნგი იტყვის, რომ ყველაფერი 40 წლამდე არის უბრალოდ კვლევა და 40 წლის მერე იწყება ნამდვილი ცხოვრება. ალბათ ჩემ ცხოვრებაშიც დადგა ეს შუასაკის კრიზისიც, გადააზრება ყველაფრის, რა ვარ, ვინ ვარ, რისთვის ვარ, რისი კეთება მინდა სინამდვილეში და აი ამ ყველაფერმა, საშა, მათქმევინა უარი პირდაპირ გეტყვი დიდ ავიაციაზეც, რაღაცნაირ სამსახურებზეც, კარიერაზეც, ყველაფერზე და რაღაცა პერიოდი ძალიან დიდი დოზით წამაღებინა ყურადღება გარე სამყაროდან, შემომატრიალებინა შიდა სამყაროზე, ძალიან ბევრი ვისწავლე პირად განვითარებაში, ვორქშოპები, სემინარები, რაც კი შესაძლებელი იყო, ეგ ბანკში დავიწყე ჯერ კიდე ამის კეთება, იმიტომ რომ მე ადამიანური რესურსის განვითარება მევალებოდა, ხო, ანუ ადამიანური კაპიტალის შექმნა მევალებოდა. და შესაბამისად ლიდერული უნარები, მენეჯერული უნარები, საერთოდ რომ უნარების სამყაროში ვცხოვრობთ, რომ არსებობს თეორიული განათლება და არსებობს პრაქტიკული განათლება, რომ ეს ერთმანეთს არ ანაცვლებს, აი ამის გააზრება კიდე ზემოდან და მოკლედ ბანკში დაიწყო ეს პროცესი ნელ-ნელა პარალელურად ჩემ დაწინაურებასთან დაიწყო ეგ პროცესი და მერე უკვე გაგრძელდა, როცა მე დიდი ავიაციიდან წამოვედი და რაღაცა კუთხით, საშა, წარმმნიშვნელოვანი რაღაცა მინდა ვთქვა, მე მეგონი ზაზაფაჩული ამბობდა ჩემ პოდკასტში ამას და მე დავეთანხმე, რომ ვიცი ზუსტად ეგ გამოცდილება მეთქი. რაღაცა მომენტში აი ესეთი დიდი ავიაციიდან რო გჯერა, რომ ხარ შეუცვლელი, უნიკალური, ასეთი ყოვლის შემძლე და ყოვლის სოდნე და ყოვლის
რაღაცა მომენტში გამოდიხარ, 1 წლის მანძილზე შენ ტელეფონზე არ შემოდის არც ერთი შეთავაზება, არც ერთი მესიჯი და არც არაფერი არ შემოდის შენ ტელეფონზე. და ეს გამოცდილება არის შოკის მომღვრელი, როდესაც თან პიკში ხარ და ყველას უნდიხარ და ყველას ჭირდები და ყველა გირეკავს და ყველა გეფინება და ყველა გაქებს და ყველას მეგობრობა უნდა შენთან და ამ მომენტში რადიკალური სიჩუმე, რადიკალური სიმარტოვე, რადიკალური სიჩუმე და ეს აღმოჩნდა, აი ისე როგორც გაკოტრება, იცი, ეს ეთყობა სხვანაირი გაკოტრება იყო რაღაცა კუთხით და ეგეც საჭირო იყო ჩემთვის ეგ გამოცდილება იმისათვის, რომ ელემენტარულად დამშორიყავი და მეკითხა, იმარა ვინ ვარ, რა მინდა, ისევე გმინდა, სხვა რამე მინდა, აი თითქოს სამყარო მომცა სივრცე, აი ეს პაუზა, რომ ზამთკივნეული პაუზა იყო, საშა ეხლავე გეუბნები, ეს იყო ძალიან რთული პროცესი, როდესაც შენ ასეთი ისევ და ისევ სიმაღლიდან, გახსოვს სარკეზე გეუბნებოდი, რომ რაც მაღლა მიფრინა მკივნეულად ვარდები და დანარცხება, გემართება. ზუსტად იგივე მოხდა აქაც მეორეჯერ ჩემ ცხოვრებაში, როდესაც აი ესეთი დიდი ავიაციის შემდეგ რაღაცა კუთხით 1 წელი აბსოლუტური სიჩუმე არის, კოვიდიც დაემთხვა, რაღაცები დაემთხვა, მარტო ეგ არ მოხდა 19-ში ხო, კოვიდი დაიწყო და მე ამ დროს 19-ში მოვდივარ საქართველოს ბანკიდან და აბსოლუტური სიჩუმე და უმადლი ვარ დღეს ამ სიჩუმეს, იმიტომ რომ მე მომეცა სივრცე იმისათვის, რომ მართლაც დავფიქრებულიყავი საკუთარ თავზე, მართლა დამესვა ჩემ თავისთვის კრიტიკული კითხვები და რაღაცა კუთხის სიმართლისთვის თვალი გამესწორებინა, რომ აი იმ ნიშნოვან ეგზისტენციალურ საკითხებზე, როგორც არის ვინ ვარ მე, რისთვის ვარ მე, რის იკეთება მინდა, რა არის ჩემი რეალიზაცია, თვითრეალიზაცია, ნამდვილი არა აქედან, გულიდან რა არის, გულს რა უნდა. პირველ დავსვი ეგეთი კითხვა 40 წლის ვიყავი. სუ თავში ვცხოვრობდი, სუ თავი, იდეა, ესა, კონცეფცია, ესეთი უნდა ვიყო, ესეთი ცხოვრება უნდა მქონდეს, ასეთი სახლი უნდა მქონდეს, ასეთი ოჯახი, ასეთი შვილები, ასეთი აი ყველაფერი, ეს კონცეფციები, რომელიც თავში მქონდა, პირველ დავსვი კითხვა კი, მაგრამ გულს რა უნდა. ეს იცი როგორი მნიშვნელოვანი კითხვა არის, აი ამაზე მნიშვნელოვანი კითხვა ადამიანი ვერ დაუსვავს თავის თავს, თუმე და შენ კითხვებზე ვლაპარაკობ და მიკითხები რატო უსვავ ამ კითხვებს, ან მაყურებელს აინტერესებს საიდან მოდის ეს კითხვები, რომელსაც მე მსმენელს ვეკითხები ესე და ესე გულისყურით უსმენ, მაგის მიზეზი ერთია და მთავარია, იმიტომ რომ ეს კითხვები დაუსვის საკუთარ თავს, თავის დროზე და მე ვეძიებოდი ამ კითხვებით საკუთარ თავში ვეძიებოდი პასუხებს და იმდენად მნიშვნელოვანი კითხვები აღმოჩნდა ჩემ ცხოვრებაში და იმდენად გაჯდა ეს კითხვები და პასუხების ზიება ჩემ სხეულში, იმდენად ჩემი ნაწილი გახდა, რომ დღეს ორგანულად ვზივარ იმ სკამზე, საშა, რომელზედაც შენი ხაზი ხარ და ვსვავ ამ კითხვებს, იმიტომ რომ იმაჩნია, რომ ადამიანის ცხოვრებაში არაფერი ამაზე მნიშვნელოვანი არ არის, ვიდრე ამ კითხვებზე პასუხების ზიება და თუნდაც ის მივხვდი, რომ არც ეგეთი ის არ ყოფილა რა. ანუ ადამიანი ვარ, კი, წარმატებული კი, ბევრი საქმე მიკეთებია კი, უამრავი პროექტი გამიკეთებია კი, უამრავი ადამიანი გამიზდია ჩემი თავის ჩათვლით კი. ეს ყველაფერი კი. და ამავე დროს როცა მახსენდება, აღარ მახსოვს ვისი ფრაზაა, რომ როდესაც მე ვლაპარაკობ, მე მხოლოდ ვიმეორების რაც ვიცი. და თუ რამის სწავლა მინდა, პირველი რაც მაქვს ასწავლი, არის კითხვის დასმა და მოსმენა. და ალბათ ეს იყო მთავარი, რამაც მომიყვანა პოდკასტში, რამაც მომიყვანა ჩემს მაყურებელთან, ანუ თქვენთან მეგობრებო. და რასაც ვეძიები და რასაც ვეძებ ადამიანში და საინტერესო ადამიანებს ვარჩევ და ყოველთვის ჩართული ვარ სტუმრის შერჩევაში. ყოველთვის ჩართული ვარ მონტაჟში, სახელის მოფიქრებაში, ნიუანსებში, დეტალებში, მადლობა ჩემ გუნდს, რომელიც ძალიან მეხმარება ყველა პროცესში, რომელიც პოდკასტთან კავშირშია.
იმიტომ რომ ბევრი უნარი არ მაქვს, ხა მე მონტაჟი არ ვიცი მაგალითად და არც მინდა რომ ვიცოდე, თუმცა მყავს უნიჭიერესი ადამიანები, რომელიც აი ესე ადამიანი ორკესტრი არის ფილმი და რაღაცა ესე რო აკეთებს ხელები და ეგრევე რო ესმის გუნდს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეგეთი გუნდის წევრები მყავს მართლაც, რომელსაც აი ესე შემიძლია ხელებით აუხსნა რაღაცა და მომენტალურად მიხვდები არ ისი თქმაც მინდა. თქმას არ მჭირდება ისე უკვე გვესმის ერთმანეთის და დიდი მადლიერება მაქვს ამისი და აი ამ ყველაფერმა მომიყვანა იქამდე, რომ გადავაფასე სრულად ჩემი ცხოვრება, ჩემი თავი და ალბათ თავარ ეგზისტენციალურ კითხვებზე მობზებნე რაღაცა პასუხები და ამ პასუხების რეალიზებაში შეიქმნა ეს პოდკასტები, რომელსაც თქვენ უყურებთ მეგობრებო, დაიწერა ის წიგნი კაცმანობის გარეშე, რომელიც გამოვიდა, გაკეთდა კურსი საავტორო გადატვირთვა, გაკეთდა აუდიო კურსები, როგორც არის, რა ვიცი, 10 ნაბიჯი წარმატებისკენ თუ 10 ნაბიჯი განვითარებისკენ. აი ეს ყველაფერი გაკეთდა და დაიბადა იქედან, როდესაც გადავიაზრე რა ვარ, ვინ ვარ, რისი კეთება მინდა, რა მახარებს, რა მანთებს, რა მიჩუყებს გულს, ეს ყველაფერი გაჩნდა აქედან. საშა, შენ ახლა რასაც აზიარებ, საკმაოდ მძიმეა ალბათ როგორც გამოცდილება, როდესაც ასე სიმაღლეზე დაფრინავ და მე არავის არ ჭირდები. ალბათ ძალიან მტკივნეული არის ეგ გამოცდილება და ძალიან მეხება და ვისაც ეგ გაუვლია, ალბათ შეიძლება მაყურებელიც არის ეგეთი, ზუსტად გაიგებს, რასაც გრძნობდი, შენ რამდენად რთული არის ეგ და რამდენად რთული განსაცდელია ეს ყველაფერი. ისე რა საინტერესო არის, იცი საშა, რომ მე მახსოვს ვიღაცის ნათქვამი იყო, რომ ყველაზე მთავარი კავშირი, რომელიც ადამიანს აქვს გასაკეთებელი, ეს არის ამას და ამას შორის. და შენ ზუსტად მაგაზე ლაპარაკობ ამ კავშირზე, ამ ორ ფენომენს შორის, რასაც გონება და გული ქვია და ძალიან მეხმიანება ეს ყველაფერი, რომ ეს ყველაზე მთავარი კავშირია ალბათ, რომელიც აქვს აპოვნელი ადამიანს. ხო, ალბათ რა, საშა, იცი, ალბათ ეს მაყურებლის და მსმენელის შესაძლებელია მომენტში იმ ღირებულებასაც შენ ყვები, რა ღირებულებასაც ქმნის შენი პოდკასტი, შენი წიგნი, შენი კურსი, თუ კურსები, რომელიც შექმენი და კიდე აპირებ რომ შექმნა, ალბათ ეს შესაძლებელი ეს ღირებულება, რომელიც შენ გჯერა რომ ქმნი ამ ღირებულებას, ალბათ არის მაყურებლის და მსმენელის მიერ შესაძლებელი. თუნდაც ავი კომენტარებით, დაგვიწერეთ კომენტარები. და ბუნებრივია იმითი თუ რამდენად მოინდომებენ, იყიდიან, გაივლიან, მე გააზიარებენ ან არ გააზიარებენ, ეს მაგ ღირებულებას ალბათ საშა საბოლოო ჯამში, რომლის შენ გჯერა და აბსოლუტურად ვხედავ ამ რწმენას შენში, საბოლოო ჯამში ეს თანხვედრა ღირებულების აღქმის ალბათ უნდა მოხდეს შენ შორის და მსმენელს და მაყურებელს შორის. მე მინდა მადლობა გადაგიხადო გულსფელი იმისთვის, რომ გააზიარე შენი გამოცდილება, გააზიარე ის გზა, რაც იარე და ჩემთვისაც სინამდვილეში ძალიან საინტერესო იყო ამის მოსმენა აი ამ სკამიდან, იმიტომ რომ ეს ექსპერიმენტი, რომ თუნდაც მე და შემჯდარიყავით ამ ორივე სკამზე, იყო გამოწვევა თავიდან. და თავიდან ესე მე ორივე სკამზე რანაირად, მიუხედავად იმისა, რომ ორი სკამის ტექნიკა ძალიან კარგად ვიცი, რაც არის ფსიქოლოგიაში და გამომიყენებია კიდევაც. მაგრამ სულ სხვა არის, როდესაც ზიხარ და წერ პოდკასტს. და მით უმეტეს გაქვს პასუხისგებლობა შენ მსმენელთან და მაყურებელთან იმაზე, რომ რაღაცა ღირებული, რაღაცა მნიშვნელოვანი და მათთვის ფასეული შექმნა. მადლობა შენ საშა, როგორც სტუმარს. მადლობა. და მადლობა მე, როგორც ამ პოდკასტის შემქმნელს და წამყვანს. მადლობა მაყურებელს და მსმენელს იმისათვის, რომ თავისი ძვირფასი დრო ამ საშობაო პერიოდში გვაჩუქა ჩვენ. მე ამ გუნდს
რომელიც თელი ძალისხმევით აკეთებს ამ საქმეს, მაგლიერება გუნდის მიმართ, იმიტომ რომ არის საყრდენი ჩემთვის. თითოეული ადამიანი ამ გუნდში არის ჩემი საყრდენი. და ჩემი საყრდენი არის ჩემი მაყურებელი, რომელიც საბოლოო ჯამში აბა თითოეული ადამიანი, რომელსაც ვეხები და რომელსაც შეეხო ის კონტენტი, რომელსაც ვამზადებ და ვგრძნობ, რომ მასში რაღაცა გაიფურჩქნა, ვიღაცისთვის ეს არის იდეა, ვიღაცისთვის არის ეს იმედი, ვიღაცისთვის არის მოტივაცია, ვიღაცისთვის არის გააზრება, ვიღაცისთვის არის კავშირი და კავშირისთვის საკუთარ თავთან მათ შორის. თითოეული ეს რეაქცია არის ჩემთვის ფასეული და ზუსტად იმიტომ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. შვენიერი 20-26 მოგვეცეს ყველას. დიდი მადლობა. მადლობა ყველას.